საღამოშვიდობის მეგობრებო, ეთერშია ფედერალისტების პოდკასტი „საღი აზრი“, მოგესალმებით გიგა ბუკერია და მე თენგო კირთაძე. სალამ გიგა, დღევანდელი ჩვენი მადლობა ყველას, ვინც მეერე შეგხვედავს. საუბრის თემა არის მარადიული თემა ფასები, ფას წარმოქმნის პროცესი, ფასებთან დაკავშირებული წუწუნი, რასაც ჩვენ დღეს გავარკვევთ, რომ არ არის მხოლოდ რაღაც ტიპიური ქართული ფენომენი, არამედ გვხვდება ყველგან, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ რეჟიმში ცხოვრობს ადამიანი, იქნება ეს თავისუფალი სამყარო, დემოკრატიული ქვეყანა თუ ავტორიტარული ქვეყანა. უბრალოდ დავაზუსტოთ, წუწუნი თქვი, ამ შემთხვევაში მთავრობის მხრიდან არის ეს ყველაზე შესაძლებელი ტერმინი, რომ მთავრობა იწყებს წუწუნს ფასებზე. მთავრობა იწყებს ეს უკვე ქართული სპეციფიკური ადამიანები რო ელავენ ფასებზე, ადამიანების გაჭირებაში ყოფილი საბუნებრივია. ეს აისახება შემდეგ პოლიტიკაზე და რა პოლიტიკა გატარდება, იმიტომ როცა არსებობს საზოგადოებაში დაკვეთა, განსაკუთრებით დემოკრატიულ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს რაღაც გარკვეული წილი რეაგირება, როგორც წესი, ცუდ რეაგირებას ახდენენ და ამაზეც ვისაუბრებთ. თავიდან ზოგადად რო ახსნათ, მესმის რომ ეკონომიკური თემაა, მაგრამ მაქსიმალურად გამარტივებულად ფასწარმოქმნის პროცესი და ალბათ ყველაზე კარგი მაგალითია, რომ ადამ სმითს დავესესხოთ 18 საუკუნისთან მოყოლებულ უდიდეს ეკონომისტს, რომელმაც თავისი უხილავი ხელი დაუტოვა კაცობრიობას. მემარცხენე სპექტრში ხშირად დაცინული ტერმინია, რომ უხილავი ხელი არ არსებობს, ან მოვადა ეხა უხილავი ხელი ყველაფერს დაგვირეგულირებს, მაგრამ რეალურად, რასაც ჩვენ ეხა ვნახავთ, უხილავი ხელი საუკეთესოდ, ან ვიღაცისთვის შეიძლება ეს არ იყოს იდეალური, მაგრამ საუკეთესოდ არეგულირებს სწორედ ბაზარს და ფასებს. ხო, მთლიანად ბაზარს და ყველა ალტერნატივა, რამე სხვა გზით წასვლის კატასტროფებით სრულდება. და უბრალოდ თან ალტერნატივა ეს სწორად აღწერს იმას, როგორ დგება ფასი თუ არა აქვს ძალადობას ადგილი ვინმეს მხრიდან. გეთანხმები, აღწერს როგორც წესი ძალადობას ვინმეს მხრიდან, ანუ იდეალურ მდგომარეობამდე, რაც თავისუფალ ბაზარს მოიაზრებს, ვერ მივიდა კაცობრიობა გასაგები მიზეზების გამო, სრულფასოვნად ვერ მივიდა, მაგრამ ჩვენ იმასაც ვხედავთ და ამ პოდკასტის განმავლობაშიც ჩვენი მაყურებელი გაიგებს, რომ ყველა ის ქვეყანა გაცილებით წარმატებულია, რომელსაც მინიმუმ მზაობა გააჩნია ისწრაფოდეს აი ამ იდეალურ მდგომარეობამდე. ძალიან მდგომარეობამდე, სადაც ეს უხილავი ხელი, რომელიც არ არსებობს, იძახენ ადგენს ფასებს და არ არის სხვა ფაქტორები. უხილავი ხელის, ესე რომ ვთქვათ, ხვედრითი წილი ფასების დადგენაში გაცილებით დიდია, ვიდრე სახელმწიფოს ხვედრითი წილი. აი მაშინ ვიღებთ მეტ კეთილდღეობას და მეტ დოვლადს ქვეყნებში. ხო, ფასებს რაც შეეხება მოკლედ მინდა ახსნა, რომ ძალიან ბევრი ფაქტორია, სინამდვილეში მართლა უხილავი ხელის თანასწორობა, მოთხოვნას და მიწოდება შორის და სამ ძირითად კომპონენტსაც გამოყოფენ ხოლმე ეკონომისტები, როცა ამაზე საუბრობენ და ერთი არის ხილული და უხილავი ხარჯები, რომ ხამის ბევრი ახსნა არ არის საჭირო, გასაგებია ხილული ხარჯები გვაქვს ის, რაც ელექტროენერგია, ნედლეული, რაც წარმოებისთვის აუცილებელია, უხილავი ხარჯებია, რაც შეიძლება ჩეკში არ ჩანს ადამიანს, რასაც გადაიხდის, მაგრამ ხო, არის ბიუროკრატიის ხარჯი, იმიტომ ძალიან ბევრი დრო დახარჯა ბიუროკრატიის შემხებლობაში, იქ რეგულაციების ნაწილია და ეს ფასში თქვათ მაგალითად იმ ინვოისში არ ჩანს, რაც გადაიხადა, მაგრამ იყო ხარჯი, რომლის გაწევაც მოუწია ბიზნესს. მეორე ნაწილია, რომელიც ხო ეკონომიკური ტერმინია, რომელსაც ძალიან მარტივი შინაარსი აქვს სინამდვილეში, მოთხოვნის ელასტიურობა ქვია, რაც მდგომარეობს შემდეგ კითხვაში, ხო, რამდენად მტკივნეულია მყიდველისთვის ფასების მატება. იმიტომ თუ მწარმოებელი თავაზობს უალტერნატივო სამედიცინო პროდუქტს, რაც მის სიცოცხლის აუცილებელია, ნებისმიერ მყიდველი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იყიდოს. მაგრამ თუ პურს 10 თეთრით გაზრდი, მეზობელ მაღაზიაში ძველი ფასი რჩება, უდიდესი ალბათობით ძალიან მალე დაკარგავ ყველა მყიდველს, იმიტომ გადავა კონკურენტებთან. და მესამე ფაქტორი არის ფასი როგორც სიგნალი, ანუ თავისუფალ სამყაროში ფასს აქვს უდიდესი მნიშვნელობა სიგნალის თვალსაზრისით. აი როცა მაგალითად ფასები იზრდება და მომხმარებლები ამაზე სრულიად სამართლიან წუხილს გამოთქვამენ, აი ამ ფასების დასაც აქვს SOS სიგნალის ფუნქცია. ის ერთის მხრივ აფრთხილებს მომხმარებელს, მაგალითად ავიღოთ, რომ ხორბალი ცოტაა ქვეყანაში და შესაბამისად ფასები ყველაფერზე პურსზე რაღაცა იმატებს. ანუ მწარმოებელს უზრდის ფერმერებს მაგალითად უგზავნის სიგნალს, რომ ხორბლის დეფიციტია და ანუ მეტი დათესეთ, მეტი აწარმოეთ და
პარალელურად უგზავნის სიგნალს მომხმარებელს, რომ ეს დეფიციტური პროდუქტია დღეის მდგომარეობით და ამიტომ უდიერად არ მოიქცე შენც დაზოგი. და როცა აი ამ პროცესში, ან ფასის სიგნალის ფუნქციაში ერევა სახელმწიფო შემოდის და არეგულირებს მაგალითად ფასს, ეს სიგნალი გამაფრთხილებელი ფუნქცია ქრება. წარმოებელმა არის ის, რომ მან მეტი უნდა აწარმოოს, იმიტომ დეფიციტი იყო ბაზარზე და მომხმარებელმა არის ის, რომ ეს დეფიციტური პროდუქტი იყო, უნდა გაუფრთხილდეს. შესაბამისად, ძალიან მალე აი ამ პროცესიდან სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ ვიღებთ ცარიელ დახლებს. ჯერ ფასი გაიზრდება და ძალიან მალე მოყვება ცარიელი დახლები, რაც ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ყველა სოციალისტური რეჟიმის პირობებში გვინახავს საკუთარი ისტორიიდანაც უნდა გვახსოვდეს საბჭოთა კავშირის პერიოდი. მაგალითად რომ მოყვებით, ანუ კაპიტალისტურ ქვეყნებშიც კაფიო მაგალითები გვაქვს ამ ტიპის მთავრობის ჩარევის შედეგად არასწორი მოლოდინების, ანუ გაურკვევლობის შექმნის და ამ შედეგად გაკვეთრების. აი უძრავი მდგომარეობიდან როცა გადაუხვევთ. ხო, აი უძრავი ქონების ბაზარზე ითვლება, რომ აი ეს ბოლო კრიზისი რაც იყო შეერთებაში რა დაიწყო, სახლების შეძენილი, აი ყველა ადამიანს უნდა კონდეს სახლი რო იყო და თავრობა ჩაერია და იპოთეკების სუბსიდირება მოახდინეს იპოთეკების და ამ შედეგად ხალხმა ეს აიღო და მე ეს ბაზარი ეს გასკდა და უამრავი ადამიანი გაკვეტრდა. იმიტომ რომ უკვე ამის მე იმდენად გავრცელდა ამბავი რომ ეს ხელმისაწვდომი იქნება გრძელვადიანად და მე უკვე თავრობამ ეს ვერ აწია. ხო და აირღვა საბაზრო მექანიზმი. ხო და მოხდა ეს ხო თან მარტივ ერთი რამე უნდა ვთქვა რაც ადამიანებისთვის კარგი ადამიანებისთვის და გონიერებისთვის თუ არა მაშინ არ ჩაიხელეს არის რომ აი ფიქრობ რომ რაღაც ობიექტური ფასი არსებობს რაღაც ან სამართლია. ხო ან აი ეს არის სამართლია და რაღაცა უსამართლო არის ამაზეა სწორედ რომ იმდენი კომპონენტია რომ ეგეთ რამე არ არსებობს ანუ მიწოდება და მოთხოვნა იმდენი შიდა კომპონენტისგან შედგება მაგრამ ეს ორი მთავარი ფაქტორია რომელზეც შენ ვერავინე ვერ იტყვის წინასწარ რომ აი ეს უნდა იყოს ან ზუსტად თქოს რომ ეს იქნება ფასი ან ფასები ბევრ რამეზე აი რა ამბიციაც მთავრობებს უჩნდებათ რომ და სადაც ახლა რაზეც მიდის დისკუსია აქვს რომ აი მთავრობამ ამ საქმეში პირდაპირ ჩარევით მოახდინოს კორექტირება ხალხის სასარგებლოდ. აი როგორ შეიძლება ამის გაკეთება, ან რა უნდა გაკეთდეს ამაზე უნდა ვილაპარაკოთ დღეს ჩვენ, იმიტომ რომ მიმდინარე დისკუსია ივანიშვილის რეჟიმის ამ ბოლო პროპაგანდისტული ფაზის გამო. ხო, რასაც კარგად იყენებს თან, იმიტომ ეხლა თქვით კიდევაც მანამდე რომ არ არის მარტო სპეციფიურად ქართული პრობლემა, არა, ფასების და ამასთან დაკავშირებული საზოგადოების წუხილი, იმიტომ იგივე გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, გვახსოვს შემთხვევები, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების ბედის გადაუწყვეტია მაგალითად რაღაც ინფლაციურ ტენდენციებს, იგივე პრობლემებია გერმანიაში მაგალითად მეზობელი ვინ ყავდა, მნიშვნელობა არ ქონდა როგორი განათლება ქონდა, ნებისმიერი რამე რო გიკითხე ინფლაციასთან დაკავშირებით, ეხლა ცოტა ვუტრირებ, ხო? ყველაფერს გიპასუხებთ, არა, ანუ ისტორიულად დიდი დეპრესიის პერიოდიდან დაწყებული დღეის მდგომარეობით რატო არის ცუდი ინფლაცია, ანუ საზოგადოებაში იმდენად დალექილია, რომ ფასების და არის მნიშვნელოვანი თემა და არის მთავრობის პასუხისმგებლობა, რაც მხოლოდ ნაწილობრივ არის სიმართლე, იმიტომ რომ ხა ინფლაცია ვახსენეთ და ხო, ინფლაცია პირდაპირ კავშირში, ინფლაცია მთავრობის გარეშე არ არსებობს. ხო, ინფლაცია რაც ანუ ის კი არა რაღაცაზე ფასები გაიზარდა როგორც ასეთი, იმიტომ რომ მოთხოვნა გაიზარდა, ან მიწოდება შემცირდა ობიექტური განმავლობის გამო, ვთქვათ რაღაცა, მოპოვება შემცირდა რაღაცის, რაც ფაქტორი იყო საბოლოო პროდუქტისთვის. ან პირიქით, ვთქვათ, საბადო აღმოჩენს რაღაცის, რამაც ფასი დააგდო. არა, ინფლაცია ანუ ყველაფერზე ფასი როცა იზრდება, ეს არის ხოლმე როგორც წესი შედეგი იმისი, რომ ფულს ბეჭდავს პირდაპირ ნირიბად მთავრობა. ანუ ჯიბიდან გაცლის ფულს. აუფასურებს ფულს და შესაბამისად. მაგრამ აი შეგვიძლია გავუყუროთ საკარგინებს და ნუ კომპონენტი კიდე შემდეგ ის არის, რომ ეხლა ნუ დასავლეთი თავისუფალი სამყარო, რასაც ჩვენ თავისუფალ სამყაროს ვეძახით, ხო, თავისი ეკონომიკური მოდელით, განსაკუთრებით ევროპის კავშირი არის ზედმეტად რეგულირებული, დიდი ბიუროკრატია, რაც ეხლა იმ უხილავი ხარჯების და ხილური ხარჯების ნაწილია, პროდუქციის პროცესს აძვირებს, ეკონომიკურ სტიმულებს კლავს და ნუ შესაბამისად ვიღებთ იმ პრობლემას რასაც მაგალითად საბოლოოში მომხმარებელი ფასებში ამოიღებს. შევეხოთ, როცა შევადარებთ, მაგრამ აქ უნდა გავიხსენოთ ის, რომ უბრალოდ ზედაპირული ცოდნითაც აი რაღაცა ხმარწოდნის გარეშე შევხედავთ ყველაზე დიდი ნახტომი დოვლათის დაგროვებაში, როდის მოხდა, ანუ ის შედეგიც არის დღევანდელი თავისუფალი სამყაროს სიმდიდრე. ეს არის მე-19 საუკუნის ბოლო, მე-20 საუკუნის დასაწყისი, ანუ ყველაზე მიახლოებული როცა იყო, აი უხილავი ხელი როცა მართავდა რაღაც სივრცეებში. ყველგან ერთნაირად კი არა, მაგრამ ამ სივრცეების შიგნით აი სადაც დოლათის დაგროვება მოხდა, 1.%-ში იყო სახელმწიფოს წილი. და სადაც თავრობას წილი ქონა პატარა საერთო ეკონომიკაში და მეორე ტალღაც იყო, როცა
მემარცხენე ექსპერიმენტების შემდეგ რომელმაც ცუდი შედეგები მოიტანა ხელახლა მოვიდა 70-იანების ალბათ მეორე ნახევრი და რეიგანის გამარჯვება შტატებში, ტეტჩერის გამარჯვება დიდ ბრიტანეთში, არა მარტო, მაგრამ ეს ყველაზე ის იყო და კიდე ერთი ნახტომი იმ ტიპის კეთილდღეობის მოტანის იმ სამყაროში ვიძახე იქ ადარებენ ხოლმე, ხო, ადამიანები, ვისაც აინტერესებს შეუძლია დისკუსიები ნახოს, რომ როცა ისინი იზრდებოდნენ ჩვენზე უფროსი თაობა, რომ რაც დღეს ნორმალური არის, ჩვეულებრივი ამბავი არის საშუალო შემოსავლის ადამიანისთვის რომ კონდეს ყველაფერი ესეთი ტელევიზორი, ესეთი მანქანა, ესეთი ცხოვრების პირობები, რომ წარმოუდგენელი იყო სულ რაღაც იქამდე 40 წლით ადრე. ანუ დიდარი ადამიანების ხვედრი იყო და ასეთი ნახტომი მოხდა. მაგრამ გადმოვიდეთ ჩვენ ამბებზე, რო არ გამოგვივიდეს მაგრამ ჩვენ საქართველოში გაცილებით დიდი პრობლემები გვაქვს და ამის პოპულისტურად გამოყენება, ეხლა ყველა ვნახეთ ამ თემის თავიდან ახსნა არ არის საჭირო, შეეცადა ივანიშვილის რეჟიმმა, რადგანაც ნუ ყველა კვლევაში ამოდის ობიექტურადაც ადამიანებს პრობლემები აქვს თავის ეკონომიკური მდგომარეობიდან, შემოსავლების ნაწილიდან გამომდინარე, ცუდი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, აქვს ფასებთან დაკავშირებული პრობლემები, ეს ამოდის კვლევებში და მოდი რაღაცა იქნება ისე წავი პოპულისტოთ, რომ ის რაც ჩვენი ბრალია, სხვას დავაბრალოთ და ზრუნველთ თავრობად გამოვჩნდა. ან რა მომენტი გადავაგოროთ. მომენტი გადავაგოროთ, ხო, იმიტომ მაძე მუშაობს რა ცუდად, ანუ ყველაფერი გასაგებია რომ ესმის რომ ჩვენთან ყველგან deep state-ია, ყველა კაც deep state-ი ნიშნავს, მაგრამ თუ ხო ფასებსაც deep state-ი გირეგულირებს, მაშინ ხო, მაგრამ მოდი თავიდანვე გავახსენოთ ხალხს რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის ამ ტიპის კამპანიის. ხო, ეგ საერთოდ ეს არის რა, ხო, მგონი ჩავიწერე ეგ მონაცემი, ხო, პურის დასთან დაკავშირებით. შეგვიძლია ვაჩვენოთ, მე მგონი გვაქვს კიდევაც განცხადების კადრი ამის. ხო, განცხადების კადრი საქართველოში პური 5 თეთრით გაძვირდა, მგონი 2018 წელს, ხო, დეკემბერში და მაშინ მამუკა ბახტაძემ კონკურენციის სააგენტოს დაავალა მიზეზების გამოკვლევა და ამ კონკურენციის ხალხს გავახსენოთ ვინ იყო ეს ივანიშვილის მორიგი პრემიერი. ერთ გამონაკლისია დღეს ის არის უმცირესობაში პრემიერ-მინისტრებიდან, რომელიც არ არის ბრალდებული პირდაპირ ირიბად. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ღალატს, კორუფციასა და ბახტაძე იყოს საუკეთესო პრემიერი. ხო. და 2 წელიწად ნახევარი ამ კონკურენციის ჩარჩო დაგვიტოვა 28 გვერდიანი, ახლა ბოლოს და ბოლოს ადამიანს და ის სამი რაღაც მაგიური ციფრი, ხო, გამიქცა ეხლა ცოტა მამუკაბახტაძე. ჩემბრალე, დასკვნა იყო მან, ხო? და ასევე რადგან დავამთავროთ მამუკაბახტაძის თემა, ის არის ხონის და დალასის საპატიო მოქალაქეების წარდა გავიწყდეს რა. ერთდროულად. და ამ კონკურენციის სააგენტომ 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში იკვლია და ბოლოს დაადგინა, რომ პური თავისით გაიზარდა პურის ფასი 10 თეთრით თუ 20 თეთრით და ამას ჰქონდა ობიექტური მიზეზები. ხო, და ჩვენ 2 წელიწად ნახევარი, ანუ იმ მომენტში ეს წვავე საკითხი იყო, უბრალოდ თქვეს, რომ ეხა ჩვენ რა ზომებს მივიღებთ და მე გაიწელა და მე ეს დაწერეს რაც თქვეს. და დღეს ეხა უფრო დიდი მასშტაბის გვაქვს, უნდა ვაღიაროთ, ანუ და რაღაც ნაბიჯების გადადგმის წინაპირობასაც კი ვხედავთ, რომელიც მხოლოდ სახიფათო არის ქვეყნისთვის. ხო, ანუ თამასა იმ ხელზე აწიეს თვითონ, იგი ანუ პროპაგანდისტულად ყველგან ელექტრიალებს, შემდეგ რავი იარაღიანი ხალხი შეუშვეს აქსელურ მარკეტებში, უკვე გზავნილები გააჟღერებინეს, რომ იქ რაღაც პოტენციალი ცოტა არსებობს თვითონ ბიზნესებს, ხო, რომელიც ქართულ ოცნებას, ან ქართული ოცნების ბიზნესებია, ან ქართულ ოცნებასთან აფილირებული ბიზნესებია, რომ არსებობს რაღაც პოტენციალი, რომ ცოტა ფასი დაუკლოთ, გააჩინეს მოლოდინი, რომ არ ვიცი, აპრილში, მაისში, ან როცა მორჩება ის თვითონ კომისია რაღაც მუშაობას, შეიძლება მცირედით რაღაც რიგ პროდუქტებზე მართლა დააწევინონ ფასი. ანუ აჩვენონ ვითომ ხალხს. რომ რაღაც შედეგი არის. ისევ გადააგორონ. ხო, ისევ გადააგორონ რა. და მაგრამ საქართველოში ანუ ყველაზე პრობლემატური ხა რასაც მე ვხედავ რა, იმიტომ ფასი მართლა იმის თქმის არ იყო სამართლიანი არ არის რა, შეიძლება 20 ლარად კილო ხორცი ძალიან ძვირი მომეჩვენოს, ან ძალიან იაფი გააჩნიათ ჩემი რა ეკონომიკური მდგომარეობა მაქვს, ანუ შემოსავლების ნაწილი და სულ რო ვფიქრობ იმაზე, ანუ რას უნდა შეადარო, იმიტომ იქ ხელფასი შეიძლება იყოს, არ ვიცი, რაღაც საშუალო ხელფასი იყოს, მედიანური ხელფასი რაღაც 1300 ლარის ფარგლებშია. რეალურად ყველაზე კარგი კომპონენტი, ანუ მთელი ქვეყანა გვაინტერესებს, ხო? მარტო ის ხო არ გვაინტერესებს, ვინ დასაქმებულია. ანუ მთელ ქვეყანაზე საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე რო დავთვალოთ, საქსტაც 2025 წლის მონაცემები არ გამოუქვეყნებია და 2024 წლის მონაცემებით არის 590 ლარი. ანუ ერთ სულ მოსახლეს, ერთ ქართველს, საშუალო სტატისტიკურ ქართველს აქვს შესაძლებლობა თვეში დახარჯოს 590 ლარი. ეს აჩვენებს, რომ შეუძლებელია ჩვენთან ადამიანებს კონდეთ სამართლიანობის აღქმა ფასებთან დაკავშირებით. ან რომ ეს ფასები არ არის რაღაც გაზრდილი, იმიტომ იმდენად ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს. ხო, ჩვენ ქვეყნის მოხალხეებს. სამართლიანობის ან შეიძლება თქვა, რომ განცდა იმისი, რომ
ნუ აი ნორმალურად ცხოვრობს ხა ადამიანს ყოველთვის მეტი უნდა ეს ნორმალურია და ეს ბუნებრივი სურვილია მაგრამ რომ ანუ კრიზისში არ არის ხო ბუნებრივად უნდა ეძვირებოდეს შეიძლება წარმატებულ ადამიანსაც ეძვირებოდეს რაღაცა ეგ სხვა რამე არის აქ ლაპარაკი რომ მუდმივი განცდა რომ აი ზღვარზე ხარ აი წკიპზე ხარ გაძლებაზე ხარ ამის მაჩვენებელია ეგ მონაცემი ნამდვილად თან არ ვიძახი ყველაზე ნეგატიურად ანუ ვიღაც შეთქვას რომ გაძლების ზღვარზე კი არა ზღვრის ქვემოთ არის უამრავი ადამიანი და საშინელ მდგომარეობაში მაგრამ აი ისე რომ თქვა და ზომიერად ვიძახი რომ აი რაღაცა აი არსებობ იმ მომენტში რომ გადააგორო დღე ამის ნიშანია ეგ მონაცემი და ისე გავუსუთხეს ეს არ არის ჩვენი მონაცემი ეს არის ამ მთავრობის ოფიციალური სტატისტიკური ორგანოს მონაცემი როა ვიყოთ ანუ ეხლა მედიანური ხელფასი საშუალო სტატისტიკური ხელფასი ეს ყველაფერი გაიზარდა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში რა თქმა უნდა უდავოა ეს ხო მაგრამ ასევე მხოლოდ სასურსათო ინფლაცია ანუ ფასების და ამ სეგმენტში სურსათთან დაკავშირებით ჰქონდა 100% ანუ იმისთვის რასაც 2013 წელს კონკრეტული პროდუქტებს 100 ლარს ხარჯავდით 2025 წელს 210 ლარის გადახდა უწევს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ის სახელფასო ნამატი რაც ამ პერიოდის განმავლობაში იყო თითქმის ფაქტობრივად ერთი მხოლოდ სასურსათო ინფლაციით მაშობა ნეიტრალდება ხო უბრალოდ ხო მე მგონი ამის მონაცემის ჩვენება მე შეგვიძლია კიდევაც საათს 2.5-ჯერ არის და რაც ვნახეთ და მარტო 2-ზე უფრო მეჯერ არის სასურსათო კომპონენტი და სხვა კომპონენტები საერთოდ ხო რა სერვის ყველა კომპონენტი ანუ გაზი რაზეც ის სკალაზე ცნობილი ვიდეოა არ ვიცი ხა ამას მოუხდება თუ არა ჩართვა რომ ყველაფერი გაიაფდებაო გაზი შუქი ყველასო წინა ხელისუფლებას უჯიბეში მიაქო ყველაფერი არის გაბერილი ხელოვნურად საწვავის ფასი გაზის ფასი შუქის ფასი ყველაფერი შეიძლება ყველაფერი დაიწევს იმიტომ არ არის ეს რეალური ფასები ყველაფერი გაბერილია სინამდვილეში კომუნალური გადასახადები ყველანაირი სერვისი რომელსაც სახელმწიფო თავაზობს თავის მოქალაქეებს იმისთვის რომ იყვნენ მოქალაქე ანუ შემხებლობა რაც გაქვს სახელმწიფოსთან ყველაფერი გაორმაგდა გასამაგდა აი ამ მარჟაშია ელექტროენერგია გაზი, ბენზინი, სიგარეტი, ყველაფერი. ანუ ამიტომ აქ ჩვენთან განცდა რომ მიუხედავად იმისა რომ ხელფასები გაიზარდა, ჯანდაცვას და იმას საერთოდ ლაპარაკია, იმიტომ ხა პენსიონერების მდგომარეობაზე რო ვილაპარაკოთ მარტო, საერთოდ როგორ არსებობენ, ანუ ფენომენია შეიძლება რა, ანუ გადარჩენის ფენომენი, იმიტომ მის ირგვლივ რაღაც იმ სოციალური ბადე რო არ არსებობდეს, შეუძლებელია მათი გადარჩენა, იმიტომ ხა არ ვიცი 350 ლარი პენსიით, სოციალური დახმარებით მიდი და გადარჩი, როგორმე თუ წამლებში გიწევს მაგაზე მეტის დახარჯვა. ხო, ამიტომა ეს ვითარება, ანუ ობიექტურად არის სამართლიანი მდგომარეობა, როცა შემოსავლების ნაწილი გაცილებით მცირეა, ვიდრე ხარჯვითი ნაწილი. ამიტომ ობიექტურად წუხს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმასთან დაკავშირებით, რომ ფასები მათთვის არის მაღალი. ხო და ეხლა მეორე ნაწილში, რადგან გვინდა ლაპარაკი, უნდა გავარკვიოთ, ვისი ბრალია ეს ფასები საქართველოში. ხო, ახლა ჩვენ ავიღებთ ეს მონაცემები, რაც გვაქვს, აი ამ ხელისუფლების ამ რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, რითიც ამაყობენ და გვაჩვენებენ ეკონომიკის დისფუნქციას ბოლო 3 წლის, მიუხედავად რომ ჯამში მაინც არ აქვს კარგი, ამ ბოლო 3 წლის უზარმაზარი საჩუქარის მიუხედავად რაც მიიღეს. უკრაინის ომის შედეგად კაპიტალი წამოვიდა, ტრანზიტი გაიზარდა და ჭtildeოვანი ამბები, ეხლა ამ თემას არ ვეხები, სადაც საფუძვლიანი ეჭვები არსებობს, რომ ჭtildeოვანი გზებით ხდება ხეირის ნახვა დამატებით და ეს მე ნაწილობრივ აისახება ფორმალურ მონაცემებში ეკონომიკის დიზ და ამით ამაყობენ, მაგრამ აი მათივე მონაცემები რო ავიღეთ საშუალო ხელფასი როგორ გაიზარდა ამ წლების განმავლობაში და საშუალო ფასები იმაზე რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით საშუალო და საშუალო დაბალი და გაჭირებული ხალხისთვის სურსათი და ყველა სხვა ხარჯი ვნახეთ რომ იქ არა თუ პროგრესია არ გვაქვს პირიქით გაუარესება გვაქვს ვითარების და ეხლა გავიაროთ ხო მიზეზები რა იყოს მიზეზები იმ შეთქმულების თეორიების მაგიურად, რომელიც ზოგჯერ ოპონენტებისგანაც ისმის ხოლმე ამ რეჟიმის, რომელსაც ირიბა თვითონვე უწყობა ხელს, ოღონდ ხო, ის აბსურდი ხო ნახეთ, ნაცების არის ეს სუპერმარკეტები ხო და ოპონენტები ეუბნებიან რომ არა, თქვენია, რაც უფრო სამართლიანია, თქვენი რა.
ამ თავრობასთან უნდა იყოს ყველა ბიზნესი ახლა. პროპაგანდის ხალხის შენ ყველა მიმართულებით უნდა შეეცადო რაღაც შენი საწესები, ამიტომ და სიმართლე არის ის, რასაც ვეცდებით ესე მოკლედ გითხრათ ახლა. ხო, ანუ პირველი თემა, რომელსაც ვერ გავექცევი და ჩემი აზრით ყოველთვის პირველ ჯერზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. ანუ საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის უზენაესობა. ანუ საქართველოს, იმიტომ რომ სტატისტიკები არსებობს, ანუ ადამიანებს რო ვილაპარაკები, ანუ რა წაიღეთ ტვინი ამ სასამართლოდ და რაღაცა ნორმალურ ხალხს მეუბნება, რომ იმიტომ კვლევები არსებობს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს თავის ცხოვრებაში ერთხელაც არ აქვს შემხებლობა სასამართლოსთან. ეხლა შეიძლება შეიცვალა, იმიტომ საფეხმავლო გზაზე რო გამოდის ხალხი, იმისთვის იჭერენ. მაგრამ Facebook-ზე კომენტარები. მაგრამ ბევრია ისეთი, რომელსაც ნუ არ აქვს, არ მოუწია რა მურუსიძესთან, ჩინჩელაძესთან და ვიღაცებთან მისვლა რა და არ აქვს ეს განცდა რატოა მნიშვნელოვანი. ანუ სინამდვილეში ის რო ფასები ხელმისაწვდომი არ არის ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამოკიდებული სასამართლო არის ერთ-ერთი ცენტრალური ასპექტი. და რატო მაგალითად რა? ანუ რო ახსნა რატოა დამოუკიდებელი სასამართლო ესეთი მნიშვნელოვანი. ხო, იმიტომ რომ დასამართლო, ანუ მთელი კომპლექსი რა. ხო, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულებასთან რაც არის დაკავშირებული სასამართლო საკონძო. იმიტომ რომ როცა ეს ასე არ არის და ჩვენ ასეთ ქვეყანაში ცხოვრობთ ეხლა განსაკუთრებით და ზოგადადაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პრინციპულად ფუნდამენტურად ეს ვერ გადავწყვიტეთ მიუხედავად რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ უზარმაზარი ნახტომი იყო კორუფციის სისტემური კორუფციის აღმოფხვის თვალსაზრისით და ეს დიდი პლუსი იყო მაგრამ საერთო ჯამში ვერ გადავწყვიტეთ და ეხლა პირიქით უყუსლა გვაქვს ეს წლებია ანუ ვიღებთ რა სურათს რომ ნებისმიერი ბიზნესი მეწარმე ვინც რამეს აკეთებს ნებისმიერი აი რა ხარისხის არ უნდა იყოს ან პირდაპირ არის მოწყვლადი რომ პირდაპირ კორუფციის ხარჯი კონდეს, ანუ უწევდეს უკანონო ფორმალურად უკანონო ქრთამის გადახდა სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, იმისთვის რომ შეძლოს გააგრძელოს არსებობა, ან კრიმინალისტვის რომელიც ან პირდაპირ ან ირიბად შეზრდილია მთავრობასთან, ანუ ან დაშვებულია და ჩვენ ნახეთ რომ ორგანიზებული დანაშაულის თვალსაზრისით ტენდენცია გვაქვს მათი გავლენის ზრდის ეკონომიკის სხვა სფეროში, მათივე აღიარებთ აი გამოძიებებით რაც თვითონაც წარმოეს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ. ან გვაქვს მეორე ფორმა, ანუ არ არის პირდაპირ ქრთამი, ვინც ხელისუფლებაშია, იმას უნდა იმ მართლ პარტიას შეწირო ფული, ბევრი ფული. ეხლა ანუ ან კორუფცია, არალეგალურად ყველაფერი პირდაპირ მთავრობაზე, ან კრიმინალზე, მისთვის გადახდა რენტის, ან აი ეს ლეგალური შემოწირულობები, ეს ყველაფერი არის ხარჯი, რომელსაც მეწარმე შემდეგ ახდეინებს მომხმარებელს. რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული უხილავი ხარჯი. ხო, ანუ ეს თავი რამე ჩვენ გამოგხსოვთ, გვეთქვით, რომ ილუზია არსებობს, რომ ანუ რაღაც ხარჯი არის, რომელსაც ბიზნესის ხარჯია ეს და ბიზნესს დააწვება მხოლოდ და არ გადავა მომხმარებელზე. გამორიცხული ამბავი. არ არსებობს ეგეთ რაცა. ყველა ხარჯი, რომელიც ბიზნესს აქვს, საბოლოო ჯამში, ან მთლიანად ან ზოგჯერ უდიდესი ნაწილი, მაგრამ არსებითად არის გადასახდელი ჩვეულებრივი მოქალაქის, რომელიც ამ მის პროდუქტს, მის სერვისს მოიხმარს. ამიტომ თუ არა გაქვს სამართლებრივი სახელმწიფო, თუ არა გაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, თუ თავრობის მინიმუმ კეთილგანწყობაზე ხარ დამოკიდებული და კიდევ უარესი თუ ეს გადადის ზღვარს და უნდა ქრთამი გადაუხოდო მას ან კრიმინალს ფული უნდა მიცე, ამის ფას ახდეინებ ადამიანებს და ეს აისახება ფასზე. ანუ ფასები იზრდება, არ მცირდება. ისე როგორც შემცირდებოდა თანაზომად ვითარებაში და აქ მინდა დავაზუსტო თან რაღაცა შეიძლება თქვას, რომ იცი რა, ახლა ეგ თავისუფალ ქვეყნებში სამართლებრივ სახელმწიფოში ბიზნესები რაღაც პოლიტიკურ ძალებს, მართლ პარტიას, მას ლეგალურად. ხო, ლეგალურად. აქაც ფორმალურად თქვენ ლეგალური არისო ეს. ოღონდ მინდა აღნიშნო, ერთია, როდესაც პოლიტიკურ ძალებს უნდა გავლენის მოხდენა, ამა თუ იმ პოლიტიკის წახალისება, როგორც მოქალაქეებს თავისი რესურსებით, ხო? და ეს ლეგალურია აბსოლუტურად. ჩვენ შემთხვევაში ეს ასე კი არ არის. ჩვენ შემთხვევაში გვაქვს საქმე არსებობის უფლებასთან. ხო, თუ გინდა რომ იმ კონდეს მithumetes თუ რა წარმატებული ხარ რაღაცა სფეროში წარმატებას მიაღწიე, კეთილგანწყობა მთავრობის არის აუცილებელი პირობა, რომ სხვანაირად იმის გამო რომ სამართლებრივი სახელმწიფო არ არის, სასამართლო არ არის, უბრალოდ რომც არ დაიჭირონ ვიღაცა, უბრალოდ ბიზნეს ვერ გაიხარებს. ხო, შენი საქმიანობის გაგრძელების კურთხევა უნდა გქონდეს და ამ კურთხევის ნაწილია ხშირ შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში არა, ეს შემოწირულობები. ისევ ხას უსვამ კორუფცია პირდაპირ ქრთამი, ანუ არაფორმებ ამაზე ჯიბეში უდებ და ან კრიმინალისტვის კრიმინალის ხრიდან წართმეული ფული ასევე ამ ყველაფრის ნაწილია და ყველაფრის ფასს იხდიან რიგითი მოქალაქეები და ჩვენ ყველანი, მაგრამ რიგითი ის ვისაც უჭირს განსაკუთრებით ისინი. ხო.
მეორე კომპონენტი, ეს ხო პირველი, მეორე კომპონენტი არასტაბილური გარემო. არასტაბილური გარემო, ან უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხო ვერ გავიქცევით ეს პრობლემა ჩვენ ქვეყანას ახლა ბოლოს და ბოლოს 40 კილომეტრში აქედან ოკუპანტი ქვეყანა დგას თავის სამხედრო შენაერთებით. ანუ ეს საფრთხე ყოველთვის ამ ქვეყანაში არსებობს და ეს დის ბიზნესის რისკებს, ეს დის პრობლემებს ინვესტიციების მოძიებასთან დაკავშირებით, მოზიდვასთან დაკავშირებით და ეს ქონდა. ანუ რა იმის მაგივრად, რომ ნორმალურ ხელისუფლებას დაეწყო ზრუნვა ამ უსაფრთხოების გამოწვევების შემცირების მიმართულებით, ჭიდროდ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, რა გააკეთა ივანიშვილის რეჟიმმა, ანუ ის რაც ქონდა ერთადერთი ქართული სახელმწიფოების გარანტია რაც იყო, ანუ ყველა ხიდი ჩაჭრა სტრატეგიულ პარტნიორებთან, სტრატეგიულ პარტნიორობაც დავკარგეთ, ევროპის დედაქალაქებში ხო საერთოდ საქართველოს ხსენება არ უნდათ, ანუ ის უსაფრთხოების გამოწვევა და არასტაბილური გარემო რაც არსებობდა ობიექტურად ოკუპაციის გამო ეს რისკები არ ვიცი გაასამაგა გაახუთმა ბიზნესთან ხას უსვათ ჩვენ ეს პოდკასტი არ ეხება უსაფრთხოებას ვილაპარაკეთ უსაფრთხოებას არ ეხება მაგრამ აი ნებისმიერი ადამიანის ეხება ვინც ხო უსაფრთხო გარემოს ანუ ფული რო იმის რო წარმატებული ვიყოთ ფულის მოზიდვა უნდა მოხდეს გარედანაც ხო ეს ორჯერ 4 ყველა მიცის რომ უნდა ეს იყოს ადგილი სადაც ფული შემოვა ან ვისაც ფული აქვს ამ ფულს დახარჯავს რომ გარისკოს ჩადოს იმ ტიპის ბიზნესში, საიდანაც ამოიღებს არა ხვალვე, არამედ ამოიღებს, თქვათ, 10 წლის განმავლობაში. მაგრამ თუ შენ გაქვს განცდა, რომ აქ არის პოლიტიკური კრიზისი, ეს ქვეყანა იმ სამყაროსთან, რომელიც ფინანსური ცენტრია მსოფლიოში, დასავლური სამყარო, ამერიკა, გაერთიანებული სამეფო, ინგლისი, ევროკავშირი, არის კონფლიქტში და დაპირისპირებაში. და თუ პლუს მე აქაც ხაზმა უწევს, შიგნით გაქვს მუდმივი პოლიტიკური რყევები, ანუ გაქვს დღეს ლეგიტიმაციის პრობლემა საზოგადოების მოდი ასე ვიტყვი მნიშვნელოვანი ნაწილისგან ჩემი აზრით უდიდესი ნაწილისგან მაგრამ სხვა დოზით მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილისგან და ამასთან ერთად შიგნით ხელისუფლებაში გაქვს მუდმივი კრიზისი ხო პრემიერ-მინისტრებს იჭერენ მეკუთვნეობისთვის აი რაღაც პროექტი შეთანხმებულია იმასთან ვისაც ერქვა პრემიერ-მინისტრი ხო მაგალითად ანაკლის და ვიღაც ინვესტორი იყო ან ვიღაც უნდა მოგიყვანა და მე უცებ გაირკვა რომ ისინი მტრები არიან ქვეყნის გადაწყვიტა ეს არაფორმალურმა მმართველმა ის პრემიერ-მინისტრი გაქრა და არჩევნები კი არ წააგო იმ ქართველ ინვესტორს რომელსაც მანამდე ლობირებდი თაღლიც ეძახი და სისხლის ამოქმედება გამნაშავე ეძახი და ეს პოლიტიკური ოპონენტი არის დევნიანი პოლიტიკური დევნილები არიან ხო ისინი მაგრამ ესეც ისევ აქ მინდა რომ ვინც მოგვისმენს ან ვინც გვისმენს გვიყურებს ჩათვალოს რომ აი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე შევხედოთ ანუ ვინ მართალია მტყუანსაც არ უყურებ გასაგებია ჩვენი აზრი როგორია ამაზე მაგრამ აი ნებისმიერი ადამიანისთვის ვინც ფული უნდა დახარჯოს ამ ქვეყანაში იმ გათვლით რომ გრძელვადიანად ამოიღებს. არ არიზავს თუ ფულს დახარჯავს, თუ მაგალითად ქართულ ბანკს, რომელიმე ინვესტორი ფულს მიცემს, ან რომელიმე ბიზნესს ჩადებს, ან ადგილობრივი ადამიანი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ფული ამოიღოს სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად. თუ აქვს შანსი ერთ წელიწადში, ან რაღაც უფრო ნაკლებ დროში ვიდრე გრძელვადიანში და ამის მაგალითია რამხელარი, რამდენ ვადიანები, მაგალითად იპოთეკური სესხები ამა თუ იმ ქვეყანაში ევროპის ხო გრძელ ვადებზე შენ მეუბნებოდი მე მგონი ახლა ვლაპარაკობთ ხო რა 30 წელი versus 10 წელი აქ ხო ეს ერთი მაგალითი თან საპროცენტო განაკვეთიც ყონდა ნახო ხო რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე ერთმანეთთან კავშირში 2.5% დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და არ ვიცი ამაზე დოლარში რატოა ჩვენთან ამხელა დოლარშიც არ გაქვს შესაძლებლობა რო აიღო ანუ კიდე დამატებითი მომენტობა გაიძულებენ ლარში აიღო და თითქმის ორმაგი ხო და მაგას იძახი ხო რატოა ჩვენთან და ბანკებზე აქვს ხოლმე შეტევა და მე იცი რატო აქვს მოგება ამხელა ანუ რატო იღებენ ამ ხალხს ეგ ყველაფერი ამასთან არის კავშირში რომ ის ფული რომელიც იხარჯება იმ ქვეყანაში სადაც ვერ გექნება გათვლა და ეს პირველ პუნქტსაც უკავშირდება სამართლებრივ სახელმწიფოს სასამართლოს მაგრამ არასტაბილურობაც პოლიტიკური და თამაშის წესები შეიძლება შეიცვალოს და აი ანაკლის მაგალითი მაგითო მოვიყვანე ხო მათ შორის ხო ყველა ეცდება რომ სწრაფად ამოიღოს ფული და სწრაფად მოთხოვს რომ მე ხა პროგაზრევ ინვესტიციას რუდება შენ საქმეში ან ბანკს ვაძლევ ფულს უნდა მომცე 3 წელიწადში ის ფული რომელსაც შვეიცარიაში მოვითხოვდი რომ კაი მომეცი 40 წლის განმავლობაში მაწყობს იმიტომ რომ ვიცი რომ ამოვიღებ ამ ფულს და ჯამში შეიძლება მეცაც მაგრამ აქ ამდენზე ვერ გათვლი და ეს აისახება ფასებზე გამორიცხულია რა თქმა უნდა ანუ ბიზნეს დაგეგმარების საჭიროება აქვს დაგეგმარება პერსპექტივაში უნდა მოხდეს ყოველთვის მოკლევადიანი საშუალოვადიანი გრძელვადიანი და ნებისმიერ გრძელვადიანი ან საშუალოვადიანი პროექტი რისკიან გარემოში არის გაცილებით ხარჯიანი შესაბამისად ამის გადასახადს იხდის საბოლოო ჯამში მომხმარებელი ქართული მომხმარებელი ხო
მესამე კომპონენტი რა გადასაღადებზე უცებად უნდა ვილაპარაკოთ ხო ან პირდაპირ ჩანს ხო და აქაც ხა ნუ ისე რო არ გამოვიდეს რო აი ხშირად გვესმის ხო აი თქვენ გადასაღადებზე ლაპარაკობთ ზედმეტად მემარჯვენეები ხართ იმიტომ ეს ევროპები აიღე დასავლეთი რომელიც მოგწონთ იქ ნახეთ როგორი რეგულირებული ბაზარია ხო ორივე შეგვიძლია პირდაპირ გადასაღადები და რეგულაციები მაგრამ სათითაოდ ხო გადასაღადები და რეგულაციებზე ერთად მაინც თავისი სტრუქტურით რაღაც გავს ხო გასაგებია რა და ეხა მე რატო დავიცვა ეს თემა როდესაც მივცემ შესაძლებლობას გერმანიის კანცლერს იმან უპასუხოს ხო ჩვენ ოპონენტებს ან შეგვიძლია ვანახოთ კიდევაც მისი გამოსვლა როდესაც ვანახოთ ან კარდად გამოვიტანოთ სადაც ანუ ორი განცხადება გააკეთა ერთი ანუ შიდა წრეებში სადაც იყო არ მახსოვს რომ მგონი თავისი პარტიის ყრილობა იყო სადაც თქვა რომ მეგობრებო ის კეთილდღეობის სახელმწიფო რომელიც ჩვენ ავაშენეთ ხო ანუ საბოლოო ჯამში მივიდა იმ ზომამდე შეუძლებელია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა და შემოსავლის ნაწილით იქნას უზრუნველყოფილი სამომავლო და მოემზადეთ იმისთვის რომ ამის შეკვეცა მოგვიწევს და ეხლა რამდენიმე კვირის წინ დაოში ჩასული მერცი ლაპარაკობდა ევროპის კავშირის მოდელზე და იქ ძალიან ღია თქვა პირდაპირ რომ ჩვენ გვინდოდა იდეალური რაღაც ყველაზე კარგი ეკონომიკური მოდელი და სისტემის შემუშავება და მივიღეთ საბოლოო ჯამში ბიუროკრატიული მონსტრი რომელიც ანადგურებს კეთილდღეობას და არ გვაძლევს ზრდის და განვითარების საშუალებას ანუ აქ უნდა დავასწროთ ეს არის საუბარი მათი სტანდარტებით ამიტომ რომ მათი რეჟიმა ეს გამოიყენა ნახე ინგრევიან ხო სხვა გზაზე მიდიან მაგრამ და უბრალოდ თავისუფალი სამყაროს პლუსი ეგ არის რომ ამ კრიზისების დროს ამის გაანალიზება ხდება და უნდა ზუსტად კორექტირება ხდება ამის მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ეს გავიხსენებთ იმიტომ რომ ეს ჩვენ შიდა დისკუსიაში განსაკუთრებით ეტატისტების და მთავრობის როგორც ხსნელის მემარცხენების მხრიდან არის ხოლმე არგუმენტად მოყვანილი როგორც ჩვენ თქვი დავიწყებათ თავარი ამბავი რომ იქ ამ შეცდომის დაშვება რომლის კორექტირებაც ახლა უნდა მოხდეს შესაძლებელი გახდა იმიტომ რომ იქამდე გამდიდრდნენ ანუ ეს ანალოგია ჩვენ მოიყვანა ჩვენ რო დისკუსია გქონდა ანუ როცა ნავარჯიშები ხარ შეიძლება აწიო უფრო დიდი ტვირთი რა თქმა უნდა კუნთოვანი მასა არსებობს შეუძლია აწიოთ პირობითად 100 კილოიანი შტანგა და ეხლა რომ მემიშვა უვარჯიშებელი ადამიანი ჯიმში და მომთხოვო ეგრევე ამ იგივე იდენტური ან ცოტათი ნაკლები სიმძიმის აწევა არათუ ამას ვერ შევძლებ ანუ საკუთარ თავს ჯანმრთელობას დავიზიანებ და ზუსტად ესე ეკონომიკაში ანუ ჩვენ რაც უფრო მეტ რეგულაციას შემოვიღებთ სუსტ ქართულ ეკონომიკაში რომელიც ეხა პირველ ნაბიჯებს 2 წლეულის განმავლობაში დგამს პირველ ნაბიჯებს და საერთოდ სწავლობს საკუთარ თავს იცნობს ხო უნდა ჩამოყალიბებულიყო ქართული ეკონომიკა არ არსებობდა იყო ცენტრალიზებული საბჭოთა კავშირის ეკონომიკა და 90-იანებში საერთოდ რა იყო მაგის შეფასება არ გვინდა ხო სრული კოლაფსი და შემდეგ 2003 წლის 2004 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო ნაბიჯების ატყმა და ნუ ბევრი რაღაცა უნდა ისწავლოს ხო ესეთ ეკონომიკას ესეთი საშემოსავლო ვითარებით მდგომარეობით რაც გვაქვს 590 ლარი ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი ამ ქვეყანაში ჩვენ გვინდა რომ რაღაც ევროკავშირის სტანდარტები და რეგულაციები და გადასაღადები ავკიდოთ მაშინ როცა დღეს უკვე ევროკავშირის ლიდერები ამბობენ რომ ბიუროკრატიული მონსტრი შევქმნითო რა ანუ როგორი აბსურდი ანუ ჩვენთან ამიტომ საგადასახადო რეგულაციური ნაწილი არის ერთ-ერთი არსებითი პრობლემა რაც ამ ქვეყანაში კეთილდღეობის და დოვლათის შექმნას ხელს უშლის და ზეგარბიდან ამოსვლას ხალხის ამიტომ ისე კაი გარკვეულად ვთქვათ ეს არგუმენტი რასაც შეიძლება მოვისმინოთ ვინმეს გარო იცი რა ჩვენთან გადასახადები ბევრად უფრო დაბალია და ამას თავის პროპაგანდაც გვეუბნება და რეგულაციების და ბიუროკრატიას ნაკლები და ევროკავშირის რომელიც ქვეყანაში არის ფუნდამენტურად ცდარი იმიტომ რომ ჩვენთან ის ნაკლები არის უმძიმესი და ანუ ევროკავშირისთვის ის რაც დრო გადის აღმოჩნდა თვითი და ამის კორექტირებას მოახდენენ მაგრამ ის არის უკვე შემდგარი დიდარი საზოგადოება ჩვენ გვჭირდება სიღარიბიდან ფუნდამენტურად ამოსვლა და ის ტვირთი რაც დღეს საგადასახადო სახით არსებობს და ამას გავივლით ახლა და რეგულაციური სახით ამ გზაზე არის უზარმაზარი ბარიერი ანუ თლიალად ლეგალური და ამის ფასაც ყველა ამ გადასახადზე საპენსიო რო შემოიღეს თვითონ ზრუნვისთვის ხალხის ამის ამ ფასაც იხდიან მოხმარებლები ეს თალკე თემა ამას მე რომ მიუძღვნა ჩვენ როგორ ჯიბეში იდებენ და ის როგორი გაფლანგულია ეს თვითონ ზრუნვით იმ ადამიანებზე ოღონდ რეალურად ეს გადასახადის დააწვა ბიზნეს ჯერ ვისაც დაქირავებული ყავდა ხალხს და საშემოსავლო სიხდი და ანუ ეს ფას და მე ამ გადასახადის
ფასი აისახა ნებისმიერ პროდუქტში და სერვისში, რომელსაც ეს ბიზნესი ორი მოდელი ხო არის, ანუ ორს პირდაპირ გართმევენ, ორი ბიზნესი, ანუ შენი მოსამომავლო ხარჯი და ორს თვითონ ასუბსიდირებენ, ანუ ისევ შენ. ჩვენივე ფულით, ყველასვე ფულით. ჩვენივე ფულით, ხო? ანუ ერთს პირდაპირ ხდი ხო, ანუ მთლიანად ამბავე, მაგრამ მარტო ეს არა, ის რაც აქციზეც მოხდა, რომელიც ზოგადად ირიბი გადასახადების ხარდამჭერია, ანუ საშემოსავლო ყველაზე ისეთ გადასახადია, რომელიც შემცირების მომხრეც ვარ, მაგრამ ნებისმიერი გადასახადის ზრდა, ან არ შემცირება, როცა საჭირო არის ამ ტვირთის შემცირება ბიზნესთვის, ჩვენაირ ქვეყნისთვის სიღარიბიდან ამოსვლასასვლელად არის ბარიერი. და არის ამისთვის ხელის შეშლა და ხელის ყრა და დატოვება უამრავი ადამიანის სიღარიბის ღურის ქვემოთ, ან ზღვარზე, ან მუდმივ აი ამ სტრესში, რომ ვერ გამოდის ამ მდგომარეობიდან. ამიტომ ეს კომპონენტი განვიხილოთ, შეგვიძლია მე გავიაროთ კიდევაც როგორც. და აქვე მინდა მაყურებელს რაღაც პარალელი უთხრა, მიაქციონ ყურადღება, მაგალითად რასაკეთებს მილეი არგენტინაში რა, ეს კარგი მაგალითია რეგულაციებთან დაკავშირებით და ბიუროკრატიასთან, იმიტომ შეიძლება მოგწონდეს, არ მოგწონდეს, რაღაც ექსცენტრიული იყო, ან ლიბერტარიანელები არ მოგწონდეს, მაგრამ ფაქტს ხო ვერ გაიქცევი. ექსცენტრიული ნაღდად არის. ხო, 10 წლეულების განმავლობაში პერონისტების მიერ გაუბედურებული ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა მსოფლიოში. აი, მაგალითია, მე-19 საუკუნის ბოლოს მე-20 საუკუნეში გამდიდრებული უმდიდრესი ქვეყანა 10-ულში იყო, თუ წაის 5-ულში. შეიძლება 5-ულშიც იყო. ხო, და მე 10 წლეულებია ძარცვავდნენ ამ ქვეყანაზე, მიიყვანეს კატასტროფამდე. და ის სწორედ ის რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, იმის გათვალისწინებით, რომ ანუ არგენტინული კონტექსტი გაითვალისწინა, რა დატვირთვა არსებობს, რა კეთილდღეობას წარმოქმნის ის ეკონომიკა, გაანთავისუფლა ეკონომიკა, ის ბიუროკრატიული ბარიერები, ეტაპობრივად რეგულაციების მოხსნა, იქ სადაც შესაძლებელია და არ ვიცი, საუკეთესო შედეგები აქვს რა. ანუ დღეს აქვს ინფლაციის მაჩვენებელი, უმუშევრობის პარამეტრები და რაღაცები მიდის ნენელა ნორმალური ქვეყნის მიმართულებით რა. და რაც ქონდა დიდი გამოწვევები აქვს წინ ასე რომ წინ რა თქმა უნდა უდიდესი გამოწვევები აქვს, მაგრამ ანუ ძალიან მოკლე პერიოდში აჩვენებს რამხელა შედეგი შეიძლება მიიღოს თუ შენ სწორ პოლიტიკას გეგმავ. და არა, აქაც მაინც უთხრათ რომ აი გადასახადებელს პირდაპირ ამბავია ხო, რომ აი რამდენი ლარისაც იხდის ადამიანი იმ ლარს ისახება ფასებზე ზუსტად. რეგულაციების და ბიუროკრატიის არსებობას თუ ხებოდეს მოგითხარ თუ ქრთამს არ იხდის და თუ პატიოსნად იქცევიან რა პრობლემაა თუ კეთილდღეობისთვის არის ეს რეგულაცია როგორც ევროპულ ქვეყნების ბევრში არის. არა, რეგულაციები ნებისმიერ ლეგიტიმურიც და მით უმეტეს ჩვენ შემთხვევაში უამრავი სრულიად არალეგიტიმური და ფიქტიური, კარგ შემთხვევაში ფიქტიური არის ხარჯი. იმიტომ რომ ამ რეგულაციების დაკმაყოფილებაზე მინიმუმ ან უნდა გამოყოს ვიღაცა ვინც ამას მიხედავს ნებისმიერმა მეწარმე ბიზნესმა ქაღალდები უნდა დახარჯოს დრო და რესურსი ამაზე და დრო და რესურსი დახარჯული არის ფული და ხარჯი და ისევ ვინ გადაიხდის ამას ის ვინც ამ ბიზნესის მიერ წარმოებულ პროდუქტს ან სერვისს მიიღებს ანუ ესეც ფასის ნაწილია და ხო ჩვენ რა გამოგჩა იმიტომ რომ მე თქვენ რომ აი კარტელურ გარიგებებზე არაფერი არ თქვესო ხო იმიტომ რომ ამაზეა თვითონ თავრობაც ამისკენ მიუთითებს და ზოგიერთი ოპონენტიც. როცა ვლაპარაკობთ სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე, ხო, ანუ კარტელური გარიგებები ან ნებისმიერი მონოპოლია ან რაღაც მონოპოლიას ჩვენთან ამ ტერმინს ისეხმარობენ ხოლმე. მონოპოლია და ეს 20 კომპანია მონოპოლისტია და ანუ სრული აბსურდია ხოლმე მონოპოლი ნიშნავს რომ ერთზე მეტი არ უნდა იყოს, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია მარტო მაშინ თუ მთავრობა ან კრიმინალი მთავრობის ხელშეწყობით მასთან შეძდილი ან მთავრობის მიერ არ განეიტრალებული ზალადობს კონკურენციაში. ზალადობს და ბაზარი არის დაკეტილი, ანუ არ გაძლევს ზალადობს, ამიტომ ეს პირველ ნაწილში შედის, თუ კი ამას აკადილი, ჩვენ ახლა აქ რა ჩამოთვალეთ, არის უდაო რაღაცეები, ანუ ის რაც და გადასახადები და რეგულაცია და ის რომ განცდა არის არასტაბილურობის და ის რომ კაი კორუფციაზე თვითონ იძახიან, მაგას ვიძახით, მაგრამ ის რომ უზარმაზარი ფული ბიზნესთან თავრობაში და მართლ პარტიას მიდის, ეს არის უდაო ფაქტები, რომელიც ყველა აისახება ფასების ზრდაზე ან არ შემცირებაზე. კი. და ბოლო რაც დაგვრჩა, საკმაოდ რთული თემაა და მგონი ფრიდმანს აქვს ნათქვამი, ინფლაცია ყოველთვის მონეტარული ფენომენია და ამ მოსაზრების ბევრი მოწინააღმდეგე არსებობს, მაგრამ ფაქტია, ანუ ფულის ბეჭდა იწვევს ინფლაციას. ეხლა შეიძლება ეკონომისტებმა იდეონ იმაზე ერთ-ერთში იწვევს, როგორ პერიოდში იწვევს, თუ რაღაც მხოლოდ 10%, 20%, მაგრამ ფაქტია ის, რომ თუ მეტი ფული შემოდის ბაზარზე, პროდუქტების რაოდენობა დაახლოებით მსგავსი რჩება, ფული გაუფასურდება, იმიტომ გაცილებით მეტი
მოთხოვნა არის, ვიდრე მიწოდება. ანუ ამ ეროვნული ბანკის როლი ამაში. ეროვნული ბანკის როლი ამაში და ძალიან სიღრმეებში რო არ წავიდეთ, ეხა ეკონომიკურ წიაღსვლებში რო არ წავიდეთ, უბრალოდ შევადაროთ საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში, ანუ განსაკუთრებით რაც უკრაინის ომი დაიწყო. ფულის მასა, ანუ ეგრეთ წოდებული M2 2.5-ჯერ არის გაზრდილი. და ნუ შეიძლება ხარა ეკონომისტებს არაფერს არ ეუბნებოდეს, მაგრამ იგივე პერიოდში ჩემი აზრით საუკეთესო შედარება, სადაც ყველაფერი სახელმწიფომ გადაიბარა, სუფული ბეჭდა, ყველაფრის სუბსიდირება მოახდინა, სამხედრო ინდუსტრიის დაფინანსება ჭირდებოდა. რუსეთში იგივე პერიოდში გაორმაგებულია. ანუ ჩვენთან რაღაც უდიდეს ომშია. 5 მილიონი სანქცია ადევს. მთელი დასავლეთი დაპირისპირებულია და იმ ქვეყანამ ბეჭდა ძალიან ბევრი ფული, მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველოზე პროცენტულად საქართველოზე ნაკლები გამოუვიდა. ხო. ამაზე ამბობ, რომ ეს ფაქტორი არ არის თურმე რა. ხო, ანუ ისევ მეც კი როცა ამას უყურებდი ხოლმე ახალგაზრდობისას რომ გამეგორ არის, ისე უნდა ვთქვა, ხო, რაზეა ლაპარაკი. ანუ დოლარი თუ იზრდება და უბრალოდ დოლარის ზრდის შედეგად, ბაზრის ზრდის ან ეკონომიკის განვითარების შედეგად მეტი ფული აქვს ქვეყანაში როგორც ესეთი. ეგ არ არის პრობლემა კი არ არის, ეგ კარგი აქ ლაპარაკია, როდესაც ამა თუ ინტერესის გამო, ხო, და პირდაპირ ფულის ბეჭდა აღარ ხდება, ანუ ემისია ხდება, ხო? მთავრობა, ბანკის მეშვეობით ზრდის ფულის მასას. და ანუ 100 ლარი უდევს ადამიანს ჯიბეში. ანუ გვიუფასურებს ფულს, მის მყიდველ უნარიანობას. და შეიძლება ითქვას პირდაპირ ინფლაცია ეგ არის, ანუ ეს ფასებთან პირდაპირ კავშირშია. ერთის მხრივ პოლიტიკურად მისთვის მომგებიანია, მეორე მხრივ ის სარგებელი აქვს, რასაც მოქალაქე და საბოლოო მე აღარ შეიძლება აღარ იყოს მომგებიანი, თქო მე უკვე გაცურებას ცდილობს ხალხის აი ამ ტიპის პროპაგანდით, რასაც ახლა ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს რომ შეასაღოს ადამიანს. ფასების კომისია და შემდეგ დაადგენს 2 წლიანი შემდეგ რომ თავისით გაიზარდა. ხო, იმიტომ რომ ერთია რასაც პირდაპირ მაგალითად სარგებელს ხედავს და მეორე ისაა რომ დაუგეგმავი შემოსავალიც აქვს, ხო? ანუ ფასები როცა იზრდება, პარალელურად დამატებით ღირებულების შემოსავალიც გავაკეთებ ჩვენ არ ვიცი გამდენ შორსწავლენ მავნებლობაში, მაგრამ როგორც შენ თქვი, კიდევ ერთხელ თქვა ანუ შეიძლება საჩვენებლად სადღაც რაღაც გააკეთო. არ უნდა გაითვალისწინოს რომ თუ ამას რაღაცა ეპიზოდისთვის საჩვენებლად სადღაც გააკეთება, რაღაც ფასს შეამცირებენ. ეს თუ გააკეთეს შეზღუდვის ხარჯზე, ანუ უბრალოდ დაუდგინეს, ეს გასკდება, ანუ და ჯამში დააზიანებს ყველაფერს. ან სუბსიდირება უნდა მოახდინონ, ანუ ჩვენივე ფულით იხდიან ამ ყველაფერს და ეგეც დაარღვევს იმ წონასწორობას და საბოლოო ჯამში სიღარიბიდან ამოყვანას ხელს არ შეუწყობს და არც ერთი მაგალითი წარმატებული მდიდარი ქვეყნის სადაც ხდება რაღაცების სუბსიდირება, ზოგადად ბევრი რამის სუბსიდირება და რეგულირება არ გამოგვადგება ქვეყანას, რომელიც მოქალაქეთა დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვრის ქვემოთ ან ზღვარზე ცხოვრობს. ვერ ამოხვალ ეგრე სიღარიბიდან. ვერა. და ეს ჩამოთვლილი მიზეზები რაზეც ვილაპარაკეთ, ხო? ბრალსახოთ. ციფრებში. შემოსავალი. ხო, არა, შემოსავალი, მაგიტომ მინდა, იმიტომ ხა ზოგჯერ აბსტრაქტულად რაღაცებზე რო ლაპარაკობ, ყოველთვის ჯობია რომ ადამიანებს აჩვენო, ეხლა ყველაფერს არ ჩამოთვლი, ძალიან ბევრი რიცხვებია და ეს ქარდად მონაცემები გამოვა, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, ანუ თუ ხელისუფლებას მართლა აწუხებს, ხო? თვითონ ილაპარაკეს, რამხელა პრობლემა ყოფილა ჩვენი საწყალი მოქალაქეებიო და რაღაცა უნდა გავაკეთოთ და დახმარება რეალურად შეუძლია, აი ძალიან მონაცემებს დაყრდნობით შეგვიძლია შევთავაზოთ რა არის გასაკეთებელი. ძალიან კონსერვატიულად თან ეხა რაც დავითვალე, რომ ვიღაცამ არ დაგვაბრალოს, ამათ რევოლუციური ცვლილებები უნდათ და ეს რაღაც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის რაღაც კატასტროფულად შემცირებას გამოიწვევს და რეცესიის ეკონომიკური კოლაფსი და რეცესიის საფრთხეები და რაღაცეები. ავიღოთ ერთი სტანდარტული ქართული ოჯახი, ცოლ-ქმარი და 2 არასრულწლოვანი შვილი. ორივე მუშაობს, ორივე მწეველია. შემოსავალი 2000 ლარი კარგი შემთხვევა, არ ვიცი, კონსერვატულად ვიძახთ, ანუ ლაპარაკობთ წარუმატებელს ვერ დაარქმევ, ხო, ჩვენ პირობებში პირიქით. ხო, რა თქმა უნდა. წარმატებულ ნაწილში რო არის ისეთი მოქალაქეები, 2000 ლარი თითოს ოჯახში, მეუღლეებს ორივეს აქვთ. ხო. და ანუ ამ 4000 ლარიდან საერთო შემოსავალი რა არის? ანუ საშემოსავლო და საპენსიოზე მიდის 800 ლარი. აქციზი რადგან წეველია, იმიტომ 1 მილიონ ქართულზე მეტი ეწევა და მაგალითს რო ვაკეთებთ, ისეთი უნდა იყოს, რომ ანუ შეესაბამებოდეს ჩვენ მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს, ხო? 8 ლარიანი საშუალო ციგარეტი რო აიღო, ჯამურად თვეში ხდიან 230 ლარს აქციის. 2000 ლარზე რო დათვალო, ანუ დღეგ რასაც ექვემდებარება, ხო, ხარჯავენ სურსათი უნდა იყიდონ,
ბევრი რაღაცა უნდა გააკეთოთ და ყველაფერზე თითქმის არის DGG. მაგრამ ნუ ავიღე მარტო 2000 ლარი ექვემდებარება ამათი დანახარჯის DGG-ს. გამოდის DGG, რასაც გადაიხდიან თვეში 360 ლარი. აქციზის საწვავზე ჯამურად 50 ლარი და რამდენს გვაართმევს, ანუ მთავრობა. დღეს მდგომარეობით მხოლოდ ამ კომუნალურებზე არ ვლაპარაკობ, სახელმწიფო სერვისებზე, რაღაცებზე, არაფერზე არ ვეხებ. ლაპარაკებს გადასახადებს. 1520 ლარი გადასახადებს მთავრობის გადასახადებს. 1520 ლარი რაც დღეს მიდის. და თუ მართლა გაწუხებს ეხა ქართული ოჯახების მდგომარეობა და ოჯახი გვინდა გავაძლიეროთ, ეხა ადამიანებს რა შეუძლია გადასახადების გადახდის ტრადიცია საბჭოთა რეჟიმში ვიყავით, ანუ და მერეც და ეხლაც არის, რომ დამსაქმებელი იხდის აი ესეთ ხალხის გადასახადს და ანუ ადამიანებს ხელფას რო იძახი ავტომატურად ფიქრობა, რასაც იღებს და რჩება ჯიბეში. ჩვენ ხარ ლაპარაკობთ, აი რაც არის საწყის, ანუ აი რამხელა დოულადსაც ხნის, იქიდან რამდენს ართმევს. ანუ 4000 ლარი, აი გადასახადები რო არ არსებობდეს, 4000 ლარი ეკრებოდა ამ ოჯახს შემოსავალი და ამ გადასახადების შედეგად ჩამოვთვალეთ. ხო, მარტო სამოსავლო, საპენსიო, DGG და აქციზი. ხო. 1520 ლარი მიაქვს ამ მდგომარეობით მთავრობას, ანუ დაახლოებით დავთვალეთ ბოლო თეთრამდე არ არის ყველაფერი დათვლილი და ანუ 2480 ლარი რჩება. ანუ 4 სულია. და მე არ უნდა უკვირდეს, რამდენი შეუძლია ქართულ საშუალო სტატისტიკური მონაცემის 590 რაც ვახსენე შემოსავალი. ხო, იმიტომ ბავშვ შენახვა უნდა. არსებაა და მშობელმა უნდა იზრუნოს, მაგრამ რო გაანაწილებ ამ შემოსავალს, ამ მთელი ოჯახის, იმიტომ ბევრი ოჯახია საქართველოში, რომელსაც 2000 ლარია ხელფასი და ცოლ-ქმარი ორივე დასაქმებულია, ესეც არ არის რაღაც ძალიან აქაც სპეციალურად აღიარებული. ხალხაცა გვეთქვის რომ თქვა ვინც უფრო გაჭირებულია, თქვა მეწარმე ამ გადასახადების ნაწილს არ იხდეს, ეს მართლაც ასეა, ისიც იხდეს გადასახადებს, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ აი ესეთი ადამიანები ანუ 1 მილიონი დასაქმებული. 1 მილიონი ესეთი არის და გვინდა რომ მეტი იყოს ეს, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ამოხვალ. ხო, სიგარებიდან და აქ როცა ირკვევა რომ ოჯახს 4000 ლარი ექნებოდა შემოსავალი. ოღონდ მთავრობა ართმევს. აქედან 1500 ლარზე, მეც 1600 ლარს. თვეში. ანუ ჩვენ ვლაპარაკობთ ანუ სერიოზულ თანხაზე, ხო? ანუ ვლაპარაკობთ წელიწადში იმ ტიპის თანხაზე, ხო რა, 12000 ლარზე, ბოდიში რა 12 კაცო. 20000 ლარამდე წლის განმავლობაში, რომელიც ამ ოჯახს ექნებოდა რომ არა სახელმწიფო, ეხლა ვიღაც მეტყვის რომ რაღაც გადასახადებია აუცილებელია მთავრობის არსებობა, აუცილებელია, ანუ ჩვენ არ ვიძახით რომ ეს ხარჯი შეიძლება თლიანად გაქრეს. ანუ ქვეყანა და სახელმწიფო უნდა არსებობდეს იმისთვის რომ არსებობდეს ის პირობები, რომელშიც საერთოდ ადამიანებს შეუძლიათ წინსვლა. უსაფრთხოებები იქნება ეს კანონის უზენაესობა, რაც თქვით, მაგრამ ყველა თვალსაზრისით, ანუ სახელმწიფოს არსებობა არის განუყოფელი ნაწილი იმისთვის, რომ თავისუფალი საზოგადოება არსებობდეს. მაგრამ ამ ხარჯის შემცირება არის ის, რაც მთავრობის ხელში მართლა არის, არა ეს მავნებლური ტყუილები, რომ კომისიაში ისწავლის იქ რა იყო და უბრალოდ ფას დაადგენს. რაც არის ან უბრალოდ მოტყუება, ყისიერი მოტყუება, ან გრძელვადიანად მავნებლობა და მოტყუება ერთად, რომელიც ზიანს მოგდეს. არა, აი აქ არაფერი განსაკუთრებული თან არ ექნება გასაკეთებელი. ანუ 4 წლიანი პერსპექტივა რო აიღოს და თქვას რომ მე დაგეგმარების რაღაც ჩარჩო მჭირდება, იმიტომ სიგნალი უნდა გაუგზავნო, არ ვიცი, ბიზნესაც, იქ სახელმწიფო სტრუქტურებს, იქ ბიუჯეტს უნდა გაუფრთხილდე, იქ რეცესიული საფრთხეები უნდა გამორიცხო, ამიტომ შეუძლია თქვას რომ აი 4 წლიან პერიოდში DGG-ს 18% და 15%-მდე შევამცირებ. ჩვენ ფედერალისტებს ეგეთი ხედვა გვაქვს და ესე გვაქვს. ანუ 4 წლიანი თავაზობთ, რატო შეიძლება რა შედეგი შეიძლება მიიღოს ამან ყისიერად შეუძლია ეს განახორციელოს მათ შორის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმას. საშემოსავლო, ხო, ნუ საშემოსავლოს ამ 4 წლის განმავლობაში დაიყვანეთ 15%-ზე, ხო, ან ხო არა უქმებ, ან 5%-ს ხო არ ტოვებ, 15%-ზე აქციზი გაანახევრე. ან რო შეხედო 6 ლარიანი სიგარეტიდან თვით ღირებულება ლარი და 50 რაც არის იმას ემატება 4 ლარნახევარი გადასახადები. ხო ხვდები, ანუ რა სიგიჟია. ძალიან მარტივად შეიძლება აქციზის განახევრება და საბოლოო ჯამში მივიღებთ, რომ არა, საწვავზეც, იმიტომ რომ სერიოზული ხარჯია. ხო, საწვავზეც, რა თქმა უნდა. ხო, საწვავზეც ანახევრებ და საბოლოო ჯამში მივიღებთ, რომ აი ამ კოსმეტიკური ცვლილებებით საშემოსავლო პირველ რიგში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დასაქმებისთვის და მის წახალისებისთვის წახალისებების ბარიერის არ შექმნისთვის DGG ზოგადად და შემდეგ აქციზები, ანუ ისევ მოხმარების გადასახადი ყველაზე სამართლიანი გადასახადია ზოგადად, ხო, რომელიც მოხმარებზე მიმული, მაგრამ ამ ვითარებაში თუ სიგრებიდან გამოსვლა გვინდა, ჩვენ გვჭირდება ამ ტვირთის არსებითად შემცირება და აქვე რო არ დაგვწყვეტ ლაპარაკი, ანუ 10 წლის წელიწად შეგვიძლია ავიღოთ, აი რამხელა იყო მთავრობის ზომა და ხარჯი, არა რაღაც წინა საუკუნეში, არამედ სულ ცოტა ხნის წინ.
5-6 წლის წინ. რო არ თქვა რომ აი იმიტომ რომ ეკონომიკა ხო გაიზარდა და შემოსავლები გაიზარდა ჯამში ხო ეს ფულის მასის ზრდაც მოხდა და ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე რომ აი იმ დონემდეც არ მივიდეს, ანუ იმ დონემდეც არ მივიდეს, ისე არის შესაძლებელი დღეს შემცირება ამ გადასახადების 4 წლის განმავლობაში, რომ არსებითად შვება მიიღოს ოჯახმა რამდენი გამოგვიყვება. ანუ ეს პარამეტრები დაკორექტირებული ხარ, რომ შევადაროთ, ხო? ანუ არ გამომიანგარიშებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ საბიუჯეტო შემოსავლების თვალსაზრისით ეს ჩვენი რეფორმა რო გაატარო, ეხა 2019 წლის ბიუჯეტზე უკეთეს პარამეტრებს დაგისვამთ საშემოსავლოს ნაწილშიც და ღეგეს ნაწილშიც. ხო, ხდები, ანუ არსებითი ცხოველია 2000 ხო და ციფრი რო უთხრათ გამოდის ჯამში, ანუ 1520 ლარის მაგივრად, რასაც მთავრობა წაიღებს ამ შემთხვევაში 1040 ლარს, ანუ რა გამოდის 480 ლარს თვეში, ანუ 500 ლარს თვეში ერთ ქართულ ოჯახს დღის მდგომარეობით უტოვებ. თავისივე შემოსავალი, არც საჩუქარი ჭირდება, არაფერი არ ჭირდება, ანუ თავისი შემოსავლიდან, რისთვისაც იშრომა, ორივე ცოლქმარი, ბავშვებს რომ მოაკლო, ყურადღება ამ შესაძლებლობას ართმევ 500 ლარი თვეში 6000 ლარი წელიწადში, რითაც შეუძლია იგივე ბავშვებს, მიცეს შესაძლებლობა, თქვათ მაგალითად, ივარჯიშოს, ცურვაზე იაროს, იქ რაღაც მეტი განათლების სერვისი მიიღოს, ანუ უკეთეს მასწავლებელთან მიიყვანოს, შვილებზე იზრუნოს, ეს სხვაგან არაფერში რო არ დახარჯოს. ან წელიწადში ერთხელ მიცეს თავის შვილს შესაძლებლობა რაღაც ნორმალურად დაისვენოს, ხო? ქალაქიდან გაიყვანოს. ანუ რატო შეიძლება, ანუ კითხვა არის, ჩემი აზრით ძალიან ლეგიტიმური, თუ შენ მართლა ეს პრობლემა გაწუხებს და ყობაღიძეს ტირილი იმ ვიდეოში, ხო? ისე გამოვიდა, რომ აიმე ღმერთო, ჩემო თურმე ქართველები რა დღეში ყოფილა რა? ისეთი ეკონომიკური მდგომარეობაა რა? რატო შეიძლება დღეს ხელისუფლება ეს არ გააკეთოს? ხო, კითხვა შეიძლება ვიღაცამ დასვას, მაგრამ თვითონაც ხო აწყობთო და მე კომენტარებში ასე ვთქვათ, გზააბნეული ადამიანებისგან მარტო ტროლებს არ გულისხმობ. აი ეს ბრალდებას რო უყენებო თავრობას ხო თვითონ აწყობს, რომ ხალხი უკეთ იყოს, ხო უფრო კმაყოფილი იქნებაო, მაგრამ მანდ არის თავარი შეცდომა. რა თქმა უნდა, ასეთ რეჟიმებთან როცა გვაქვს საქმე. ანუ ნებისმიერ ავტოკრატიულ რეჟიმს ჭირდება მოქალაქე, რომელიც არის სუსტი, ღარიბი და მორჩილი, ანუ მასზე დამოკიდებული. შესაბამისად, ყველა სხვაც და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი განსაკუთრებით ცდილობს მაქსიმალურად ბევრი ამოუღოს ჯიბიდან და შემდეგ თავისი გადანაწილების მოდელით ცოტა ყველას მიცეს დაუბრუნოს ნაწილი მასე იყო დამოკიდებული. ოღონდ აქაც გულისხმიერება გამოიჩინოს, ხარ გამოვიდეს რომ თავრობა ხედავ რა კეთილი, ანუ ივანიშვილი, რომ მაგალითად სოციალური დახმარების რაღაცა დაამატა, იქ პენსიას 20 ლარი დაამატა, იქ რაღაც სიპების შექმნა, იქ სამუშაო ადგილების შექმნა, ძეგლების დარაჯები, სადაც ძეგლი არ დგას და 55 დარაჯია გაფორმებული, ანუ მესტიაში ისეთი. და მე ამას თავის პოლიტიკური მანქანისთვის იხენებენ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, მაგრამ თავარი ამბავი რა არის, ანუ ფულს კი არ გიტოვებ შენ ჯიბეში, მე გართმევ და მე ვანაწილებ შენ თქვენი ყველას ჯიბიდან ამოღებულ ფულს, თქვენზე უკეთესად გამკარგავ და ჩემზე ხარ დამოკიდებული. ეს მოდელია, რასაც გართმევ, ანუ ერთ-ერთი ამ ცენტრალიზაციის პირველი მცდელობაო, რაღაც პირველ ტომელ ადამიანებს ჰქონდათო და მაშინო ერთ-ერთი ტიპიო, სხვებსო, მოთხოვაო, ნადავლისო მიცემაო და თვითონ აიღო ეს ნადავლი და მთლიანად დაუბრუნა. ხო, ანუ ვიღაცამ თქვა ეგრა დახევაო და სახელმწიფოს როლიო, მაგრამ პრეცედენტი გააჩინა, რომ ჯერ მოდის ჩემთან და მე გიბრუნებ და ამ პრეცედენტის შემდეგ უკვე ნაკლები დაუბრუნა. ხო, რა თქმა უნდა, არა, ისედაც ამ გამორთვება დაბრუნებაში ხო, ხარჯი. ამ გამორთვება დაბრუნებაში ვილუაშვილი თავის წეს იღებს, ღარიბაშვილი თამც იღებს, ფარცხალაძეს კლანი თავისას იღებს და ეს გადაწყდება და შენთან მოვა საბოლოო ჯამში არ ვიცი 25 ლარი. ისი ჩინება არ მოვიდეს. არა, და თან ამ მოცემისასაც დამოკიდებული ხარ, როგორ მოიქცევი, ვინ ახარ ახლა რო აქცენტს ფეიქ ადგილები, იქ ამ პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით ხება, მაგრამ მაგასაც კი რო თავი დავანებო. გზაში გაფლანგულ, აი მოპარვის გარეშე, ის მაინც გაფლანგულ ფულს, იმიტომ რომ ჯიბიდან უნდა წაიღოს და მოაწესრიგოს ბიუროკრატია, ამტელი იმის ხელფასებია და მე გიბრუნებს. მე თავი რო დავანებოთ ამ პოლიტიკურ მანქანას, რომ ამ პრეფერენციებით ხდება, თავისთავად ის ფაქტი რომ შენ კი არ განკარგავ. თავრობის ნებაზე ხარ დამოკიდებული, ეგ არის საკვანძო ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმებისთვის. ისევ ეხლა აქაც ყველაფერს ვერ იზავნა, რომ მაშინ ვიღაც თქვენს რომ აშინო საერთოდ გაზარდონ კიდევ უფრო ჯერ გაზარდეს რაც გადასახადი ხო? საპენსიო გადასახადი შემოიღეს ზურგის მოტივით. გადასახადს როგორ არ იძახენ, იმიტომ გადასახადი არ შეეძლოთ გაეზარდათ, ეგეც უნდა ვთქვათ. კონსტიტუციაში შეწერა, ხო? მაგრამ გადასახადია რა თქმა უნდა იმათვისაც არჩევანი არ ქონდა ახალგაზრდებისთვის.
ჯარიმები, ასაკრებლები, კომუნალური სერვისები, ყველაფერი. არა, აქციზით. გაორმაგდა გასამართლად. ყველაფერში. და გასაგებია რომ მანდაც უნდა გაუფრთხილდნენ საზოგადოებრივი აზრს, ხო? თვალთ ხო ჩრდილოეთ კორეა არა ვარ ჩვენ, ხო რომ რასაც გინდა იმას იზავ, იქაც კი ყველა ტირანიულ რეჟიმსაც კი უწევს ანგარიშის გაწევა. ხო, პრინციპიალურად ეს მიდგომა აქვს და ეს არის პასუხი მაგ კითხვაზე. რატო უნდათ რომ ეს სრული მავნებლობა შექმნან? კომისიებით იკულიონ და მე ესეება სადაც მოატყუონ ხალხი რომ აქ ჩვენ დავადგინეთ რომ ფასნამატი იყო და უფრო იაფათად შეიძლებოდა ამის გაყიდვა, ჯამში ეგ არ იმუშავებს. ვიდრე წავიდნენ ამ ნორმალური გზით. ამიტომ არ მიდიან ნორმალური გზით. გარდა იმისა, რომ ეხა ეს მავნებლური იდეები იქ იმ გარემოცვაში ყოფ ხალხს ისედაც მართლა აქვს და ძალაუფლება, რომელიც მათ ამ არარაობებს ივანიშვილმა მიცა, ამ ცდუნვებს აღრმავებს ხოლმე ამ რაღაცა. რომ თვითონ გადაწყვეტენ და თვითონ შექმნიან თავისუფალი ბაზრის მაგივრად კეთილდღეობას. ეს თუნდაც ჩდება, მაგრამ მთავარი მოტივი მე მაინც დარწმუნებული ვარ, არის ზოგადად აი ამ ტიპის კონტროლის შენარჩუნება, რომ საშუალო კლასი არ უნდა გაიზარდეს და არ უნდა იყოს იმ ტიპის ისეთ წარმატებული, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ეხლა ხო? აი ამ პროტესტში თავარი შეგლენი პირდაპირ კავშირი არის, რომ ამ საშუალო კლასს ებრძვიან განსაკუთრებით რეპრესიებით, დაჭერებით, ფინანსურად. იმიტომ რომ მათ ხედავენ პრობლემას, მათ ვერ აკონტროლებენ. ვისი კონტროლი არის უფრო ადვილი ისევ, ვინმეს კი არ ვამცრობ რომელიმე ადამიანს არის, ვინც უფრო გაჭირებულია, ობიექტურად ასეა, ხო? არა სოფლად მოცხოვრებელი ადამიანიც უფრო გაჭირებულია. ის კი არა რომ ნაკლებად გამბედავია ვიდრე ქალაქელები არ უკეთესი მოქალაქეები არიან არა უბრალოდ უფრო მოწყვლადია უფრო მდგომარეობაში ლარს თუ იღებ შენ დღეის მდგომარეობით მთავრობისგან სოციალურ დახმარებას და ეს უკვე იმდენად არის ინტეგრირებული შენ ყოველდღიურობაში რომ შენი შვილების არსებობის საკითხი და გამოკვლევის საკითხი არის ამასთან კავშირში და ამაზე დამოკიდებული ხო შენ ვერ გარისკავ თუ დაგემუქრება გამგებელი რომ კიდევ ერთხელ დაგინახავ გამოსულს ქუჩაში აი იმ რადიკალებთან ერთად და ჩათვალირო სოციალურ დახმარება ბევრად მეტი რისკი გაქვს. ბევრად მეტი რისკი გაქვს. და მეორე რაც არის, ანუ ერთ-ერთი მოყვები რა მაგნაწილში და მეორე ის რომ ხო ამ იზოლაცია მოიტანა ის მდგომარეობა რეჟიმისთვისაც რომ თვითონ რეჟიმი ეკონომიკურად მარტო ძალაუფლების ნაწილში და რაღაცა კი არა, ეკონომიკურად იბრძვის გადარჩენისთვის. იმიტომ სულ უფრო მალე ახლო პერსპექტივაში ექნებათ გაცილებით მეტი პრობლემა, ვიდრე არ ვიცი 2-3 წლის წინ ქონდათ. იმიტომ იზოლაცია ამას ბუნებრივად იწვევს, ხო? ნაკლები კაპიტალი შემოდის და ნაკლები კაპიტალი თუ შემოდის, რაც უფრო მეც იღებს საკუთარ თავს ეს ვალდებულებები მე სახელმწიფოს აქვს შესაძლებელი და რუსეთის უკრაინაში აგრესიის და რუსეთის ეკონომიკური იზოლაციის შედეგად მიღებული ბენეფიტების ეფექტიც კლებულობს, ხო? ანუ ეს უზარმაზარი ის იყო, ეს ამ მასშტაბით გამორიცხული რომ გაგრძელდეს და ამის მონაცემებს ხედავ. უზარმაზარი ბუსტი, რაც მიწა ჯერ მარტო გადმორიცხვის რო ველაპარაკო, უპრეცედენტო რაღაცა იყო, ანუ მაგდენი ერთდროულად შემოვიდა, არ ვიცი, არ მახსენდება 2008 წლის ომის შემდეგ კი იყო 4 მილიარდიანი პაკეტი, მაგრამ ის ერთბაშად არ შემოსულად. აქ რაღაც ერთი წლის განმავლობაში თუ წელიწადნახევრის განმავლობაში 4 მილიარდი დოლარია მარტო რაც ვიცით, აი ჭრილოვანებზე არ ვლაპარაკობთ, ხო, რაც ჩანს. აღრიცხული რაც არის ოფიციალურ სტატისტიკებში თორე ის რაღაც გადასახურდებული ჯიხურები რო ქონდათ სადაც თვეში 700 მილიონს ატრიალებდნენ ეგეთ რაღაცებს არც კი ვლაპარაკობ ანუ ხო წარმოგიდგენია და ამიტომ ხო ეს ბუსტი უკვე დღეს არ არის ნებისმიერი სტატისტიკა აჩვენებს რომ რუსეთის გადმორიცხვები ნენელა უბრუნდება იმ ომამდე ნიშნულს ხო სადაც იყო ანუ ნორმალიზდება და ხო დარჩა შავი ფულის ტრიალი რაც ასევე ეკონომიკას რაღაც ნაწილობრივ ბუსტს აძლევს და რჩება ეს სატრანზიტო ფუნქცია რასაც ხა თეთრაც და შავათაც იყენებენ, ხო? ამ ვითარებაში. ეგრე, ამიტომ ამ მიზეზების გამო ამ რეჟიმის პირობებში სხვა ყველა ფუნდამენტურ პრობლემასთან ერთად ჩვენი სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის თავისუფლების ამ საკითხშიც შანსი არ არსებობს გარღვევის ეხლა ვიღაცებმა შეიძლება თქვან, ხა დისკუსია გქონდა სოციალურ მედიაში მაგ თემაზე, რომ აი რაღაცა და ანუ უბრალოდ ოპოზიციაში თქვა სხვა რაღაც განათლებული ავტორიტარიზმი და აი აქამდე ეკონომიკური ამ ბუნებიდან გამომდინარე რეჟიმის ამ თვალსაზრისით სწორი ნაბიჯების გადადგმა არის გამორიცხული ბუნებრივად ანუ ეს ამ ნაბიჯების გადადგმა რაზე ჩვენ ვილაპარაკეთ და რაც დაეხმარება ჩვენ მოქალაქეებს არის რეჟიმის გადარჩენის ინსტინქტთან თავსებადი არ არის. ანუ ეგ არის პრობლემა. ანუ საოცრება უნდა მოხდეს რომ მანდრამე სიკეთეზე და იმაზე კი არა ლაპარაკი. ივანიშვილი ან კომპეტენციის არ ქონაზე. არა, ამ კატეგორიების მიღმა ვართ უკვე. ანუ გადარჩენისთვის იბრძვის ბიძინა ივანიშვილი და მზად არის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს და იქ რიგითი მოქალაქე და მისი კეთილდღეობა და 500 ლარი თვეში მეტი ქართული ოჯახისთვის. ამიტომ ეს არის კიდე ერთი არგუმენტი ხო და ცენტრალური იმის რომ ისიც აჩვენებს ხო დამოვიწყა რომ მეთქვა რომ მინდოდა იმაზე
გამოვხებინა ყურადღება, ანუ ვის ხედავს თავის საყრდენაც რა, ეს ავტოკრატიული რეჟიმი, სიპები, აიპები და საჯარო სექტორთან დაკავშირებით, ანუ თავის ლოიალისტებად, რადგან მოიაზრებს, იქ ავტომატურად ხელფასების ზრდის მოდელი შეიტანა კანონში და ყოველწლიურად მინიმუმ 10%-ით ხელფასები უნდა გაიზარდოთ. კიდე ერთი რაც სასაცილო იყო ამ ამბავში, რომ ჩვენ ვილაპარაკეთ, ნიუსი გამოვიდა, თვითონ საქსტატმავე დაუდო ბატონ ირაკლი ყობახიძეს რა შედეგები მოყვება იმას, რომ თოფიან ხალხს შეუშვებს სუპერმარკეტებში, რომ ფასები შეაშინო საქსტატის მონაცემებით 2026 წლის იანვრის, ანუ წინა თვის სასურსათო ინფლაცია 2.9% იყო. ანუ მას შემდეგ რაც ყობახიძე თოფით დაემუქრა, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი მივიღეთ. რა თქმა უნდა, ეს ტემპი უდიდესი ალბათობით მხოლოდ სასურსათო ინფლაციის 2.9% თვიურ ინფლაციის ნიშნულზე არ გაჩერდება, თორე კატასტროფას მივიღებდით წელიწადში 36% ნიშნავს, თუ ეგრე დარჩა. ამის მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ანუ იმის მაგივრად რომ მოლოდინი გააჩინეს რაღაცა უნდა შემცირებულიყო და პირიქით, ხო, ეკონომიკა სულელო ცნობილი ბილ კლინტონის კამპანიის დროინდელი სლოგანი რო გამოვიყენო რა. ხო, ამიტომ ანუ შეგვიძლია ეს უკვე შევაჯამეთ კიდევაც, ну, პრინციპში არ ვიცი, მეგობრებო, აქ გამოსავალი მართლა ის კი არ არის, რომ მესმის, რომ ჩვენ ნებისმიერ შეუძლია თქვას, რომ გვიწოდოს მხარე, კი, მხარე ვარ, ეხლა ვერ ვიქნები ქვეყნის მოღალატეების მხარე და ვიქნები ყოველთვის მიზი მოწინააღმდეგე მხარე, მაგრამ აი ამ დისკუსიაში შემოვათ ნებისმიერად თუნდაც კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ ზოგად მონახაზში სად ხედავთ მაგალითად თქვათ განსხვავებულ პოზიციებს და მზად ვარ დავაკორექტირო ამ კაცის მისი გარემოთვის ამ რეჟიმის ჩამოცილება იმისთვის რომ სიგებებიდან ამოვიდეთ არის აუცილებელი პირობა, არასაკმარისი აუცილებელი. საკმარისი არის მე ამ მიმართულებით წასვლა. აი რაც მარტივად დავითვალეთ პასუხისგებლობით რაღაცა კავალერიული იმის გარეშე, მაგრამ არსებითად შემცირება საგადასახადო წრეხის პირდაპირ დაირიბის, ანუ მთავრობის ზომის არსებითად შემცირება ქვეყნის ეკონომიკაში, ადამიანების მოშ და ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ყოველგვარი რაღაც უბრალოდ გიჟური დაპირებების გარეშე, რომელსაც ზოგადად პოლიტიკური ძალები ისვრიან ხოლმე. ჩვენ ვცდილობთ რომ აი კონსერვატულად დავითვალოთ კონსერვატიულ ეკონომიკურ ზდაზე და იმედი გვაქვს რომ უკეთესი იქნება, როცა ეს ნაბიჯები გადაიდგება, მაგრამ იმისთვის რომ განცდა იყოს სიმყარის, ხო, უნდა გათვალო რთულ სცენარზე და ისე შეამცირო ეს ტვირთი, თუმცა საბოლოო ამოცანა არის, ხო, ანუ დიდარ ქვეყნებზე ბევრად პატარა ზომის ხარჯის ქონა ბიუროკრატიისთვის, იმისთვის რომ სწრაფად ამოვიდეთ ციგარებიდან. ხო, ну სხვა მხრებთან განსაკუთრებით ახლა ეს სწრაფ სამყაროში, როცა ძალიან ბევრი ახალი თემები შემოდის, ხელოვნური ინტელექტი იქნება თუ ეს ტექნოლოგიები და რაღაცა და შენ თუ არ ვიცი, სწრაფი პროგრესის პერსპექტივა არ გაგაჩნია, ხო? ანუ ეს ახალი ინვესტიციები საერთოდ როგორ უნდა მოიზიდო, ვისთვის შეიძლება იყოს საინტერესო მითხარი. ხო, და ჩვენი მეორე რუბრიკა ის ნიუსები, რომელსაც გვერდი ვერ აუარეთ, დღეს 4 ეგეთი ნიუსი გვექნება. პირველი დებატები დაიწყო. ქართული ოცნება ამბობს, რომ დებატები თურმე ყოფილა დემოკრატიის ქვაკუთხედი, საქართველოში პოლარიზირებული გარემოა და ძალიან ცუდია, რომ დებატები არ ტარდება და ამიტომ აცხადებენ მსაობას დაჯდნენ პოლიტიკურ ოპონენტებთან. ხო, ეს დებატები თვითონ ქონათ შეწყვეტილი, ანუ წლების წინ თვითონ იყო მთავარი ამ მიმართულების საბოტაჟის ავტორები, მაგრამ აქ დისკუსია გამოიწვია, ასე ვთქვათ, ფართო გაგებით ჩვენ ბანაკში ამ ამბავმა, ადამიანთა მოკლედ უნდა შევეხოთ, ხო და იყო ზოგიერთი გონიერი სრულიად ადეკვატური ადამიანისგანაც, ვთქვათ, ეს ხო, ლოგიკური კითხვაც იყო თან, ხო, იცი რა, ნუ რეჟიმის мотиваციას თავი დავანებოთ ერთ წამს იძახდნენ. და აი ესე რატო არ უნდა გამოვიყენოთ, ანუ თუ ამ მდგომარეობაში ვართ, ახლა ავტორიტარულ რეჟიმის პირობებში ვართ, რეპრესიებია, სიტყვის თავისუფლებას ზღუდავენ სოციალურ მედიაში ყველგან და აი სადმე თუ შანსია რომ ფართო აუდიტორიას ჩვენი ხმა გავაგონოთ, გამოვიყენოთ ეს. მისმენ ეს ამბავი რატო არ უნდა გამოვიყენოთ, ახლა ისტორიული მაგალითებს მოგო წარმოიდგინე კომუნისტების დროს ერთი შანსი მიეცათ, იქო გამოვარდებით და იქ ვაჩვენოთ, მეტ ხალხს ვაჩვენოთ როგორი არისო. და ერთი შეხედვით ეს არ არის არც გიჟური არგუმენტი, არც არაფერი, უბრალოდ სამწუხაროდ კონტექსტის და გარემოებების არასწორად გაგებასთან გვაქვს საქმე და ცრუ დილემა არის ეს, ანუ ეს არის წარმოდგენა იმისი, თითქოს ჩვენ არ ვართ იმ ვითარებაში, როცა საერთოდ ხმას ვერ ვაგონებ. ხო, ეს არ არის რაღაცა ვითარება, რომ აი პირველად ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიაში უცებ რო გამოჩნდეს, რომ კადრში ვიღაცამ დაიყვირა ძირს დიქტატორიო და ამა ეს მეხივით გავარდება. ჩვენ მანდ არა ვართ და ამ რეჟიმის ეს შემოთავაზება, რომ არც ერთ ვარიანტში არც გულისხმობდა რაღაცა ნორმალურ დებატებს,
ეს გამოჩნდა აგერ უკვე ვნახეთ და აპრიორი შეგვიძლია გვევარაუდა ეს არის მათი მხრიდან მცდელობა დეკორაციად გამოყენების ოპონენტების რომ საზოგადოების ნაწილი მაინც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ შეშტომაში შეიყვანონ ან შეამსუბუქონ განცდა რომ კრიზისი არის ქვეყანაში და ლეგიტიმაცია არ აქვს პოლიტიკური. სურათს დახატო. ხო, ამის გაკეთება უნდათ. მხოლოდ ამისთვის უნდათ. ანუ არ ვიცი ხა, ბევრი რამე შეიძლება დაგვებრალონ მეც პერსონალურად და ჩვენ გუნდს წარსულში და ეხლაც, მაგრამ ეხა დებატების ხო, რო დებატები, ახლა დებატების ყველა შანსს ვიყენებდით, სანამ ჩემი აზრით, ჩვენი აზრით, იმ ჩარჩოში იყო ვითარება პრობლემები იყო. მახარაძესთან დაჯიკიკაც უდებატებში. ხო, მაგას ვიძახდი, ხო? და არა იქამდე პარლამენტში და შემდეგ და არ ვიცი ხა, ვინ როგორ შეაფასებს, მაგრამ ნუ ყველაზე უფრო სუსტი მხარე არ ვიყავით ამ დებატებში ნამდვილად. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს შემიძლია ვთქვა. უღუნდ ისევ ამ პირობებში და ვიღაცა მეტყვის რომ აი კომისია რო შექმნით ეს გამახსენეს ამ დისკუსიაში, მაშინ საშინელი ტრაგიკული მკვლელობების შემდეგ ახალგაზრდების ძლიერი პოზიციიდან იმ მომენტში თუ გამოიყენებ ძალას და შენ კარნახობ თამაშის პირობებს და როგორი ფორმატი იქნება. ეხლა შეიძლება იფიქრო ამაზე, კი არა, როცა მოვა ეგ მომენტი ამ რეჟიმის დამარცხების ფაზა ბოლო ეტაპზე რო გადავა, ყველაფერი შეიძლება უკარნახო. მაშინ საფრთხეობას არ აღმოჩნდა დამთავრების ფაზა, მაგრამ იმ მომენტში კედელთან მიყენებულები იყვნენ აშკარად. რატო გავიხსენე ეს ამბავი? ეს არ არის სამწუხაროდ ის მომენტი და ჩვენ ნახეთ რაზეა ლაპარაკი და ანალოგიაც გამახსენა მეც და სხვებსაც ყველას. პუტინის რეჟიმი, ხო? როცა ჩაახშო ყველანი რეჟიმი, მაგრამ დატოვა ეს სანახაობა სალავიოვის დებატების. სადაც ზოგჯერ გულწრფელი ოპონენტებიც მიყავდათ. უღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს აი ამ ნიაღვარში, ამ რა ცირკში. სადაც აი კარგი გამოსვლაც კი ვიღაცა გულწრფელი ოპონენტის საბოლოო ჯამში მაინც ემსახურება დემორალიზაციას, დეზორიენტაციას და აი მიშენებას აი როგორი აბსურდი და ქაქია ყველაფერი. ზუსტად. და არ ვიცი, გვაქვს, მე მგონი, ნახეთ ჩვენები, ხო, იმიტომ გუშინ რომ ნახე ზუსტად ეგ ასოციაცია გამოიწვია ჩემშიც რა. სალავიოვის დებატები და აქაც, ხო? ნახე, იქ მე ხა სხვა დონეზე ისევ არ ვადარებ ხა ის რაღაცა კაცობრიობის ისტორიაში შესაყვანი ბოროტმოქმედი არის, ხო? პუტინის რეჟიმი და ეს ყველანი, ანუ შედარებადი თუ რამესთან არის. ხო, არა, ეს ხო მაინც ფარსია რა და კარიკატურა ჰიტლერის გერმანიის პროპაგანდასთან თუ რამე შედარებადი რეჟიმების. ეს ჩვენი რეჟიმი მაგ მასშტაბის ნამდვილად არ არის, ანუ ვინმე მე არ მითხას რომ რეებს ადარებო და იქ რაღაც საოცრებაში არის, თავის თავსაც დაცინია ხოლმე. ეგეც ხო დაშვებული აქვს რა თავისი იუმორისტული ჯამბაზების არსებობა დაცინიან თანამდებობები რო აქვს პოლონელი ჟურნალისტის თანამდებობა რო აქვს ვიღაცას რომელსაც მაგრა უნდა აგინო მე იქ ხო მე არ ვიცი ეგეთ დონემდე მივლენ ესენი თუ არა მაგრამ პირველი ამბავი რაც მოვკარი თვალი და პატრას უყურე იყო აი ზუსტად მაგზაზე სვლა და ამიტომ პასუხი ყველა იმ წესიერ გონიერ ადამიანს ვინცაც ეს კითხვა გაუჩნდა ეს არის ანუ ეს არის სულ დილემა ეს არ არის ის დებატები სადაც აი მაგ ამოცანის შესრულება რომ მეტაუტორიას მიატვინო ხმა რეალისტურია იმიტომ რომ კარგი ხარისხის მოდებატე ხარ ან მომზადებული ხარ ან მართალი ხარ რაც ვართ კიდევაც არა ეს არის მოწყობა იმ ტიპის ცირკის რომელიც ემსახურება სწორედ რომ კიდევ უფრო გადღაბნას ვითარების და კიდევ უფრო დეზორიენტაციას დემორალიზაციას აი ეს არის ეს ყველაფერი ან უპირატესობის მინიჭებას ყველგან ძლიერის პოზიციიდან ისინი უნდა იყვნენ და როცა ის მომენტი დადგება რისთვისაც ყველა უნდა ვიღვაწოთ რამდენადაც შეგვიძლია რომ კედელთან მიყენებული იქნება ეს რეჟიმი დემოკრატიული მშვიდობიანი გზით პროტესტის ქუჩიდან, მაგრამ შეიძლება მაგ მომენტში დადგება მომენტები, როცა დებატებიც შეიძლება იყოს იმ ფორმატში და იმ თამაშის წესებით, რომელიც არის საზოგადოების ინტერესში. მეორე, გირჩი ბოლო დღეებია სანდრო აქვიაშვილი აქ ამ როლს სიამოვნებით შეასრულა იაგოს გირჩმა და იაგომ პერსონალურად, ხო, რომ ოპონენტი იყო ამ დებატებში. ხო, დებატებში მიიღო მონაწილეობა და ამ ხაზის გაგრძელებას აპირებს. პრაგმატულად ის არის, ხო, რომ აქტუალიზაციის საშუალებას ხედავთ, თავის აქტუალიზაციის საშუალებას, ნუ მეორე, რაც პოლიტიკურ პარტიას რო აინტერესებს, არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ საერთოდ ჯამში, ხო, უბრალოდ მასხარად, ანუ აი ჯამბაზად და დეკორაციად ეყოლება და ეგ არის ბოლო გარდაუვალი. ხო, ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მეორე გზაც ნახეს თავის ხო, მეორე გზა ერთი აქტუალიზაცია ამ თვალსაზრისით და მეორე ის აქტუალიზაცია, რომ ეს რაღაც ხაზი სულ ქონდათ, რომ ვინ არის ბიძინა ივანიშვილის შეკრული გარიგებული მისგან არის ნაყიდი, ეხლა ბოლო პერიოდში ხედავთ სანდრო აქვიაშვილმა რამდენიმე პოსტი დაწერა, სადაც არსებითად გავიგე. ვრცელი პოსტია და რაღაც არასრული ლოგიკური ჯაჭვებით, მაგრამ პათოსი მთავარი ის არის, რომ გვარამი არის ბიძინა ივანიშვილთან გარიგებული და მე გამახსენდა ის რომ წინა პერიოდში ლაპარაკი მიდიოდა ასევე
ხაზარაძე ჯაფარიძეზე, იმიტომ TBC-ის აქციონერები არიან და წელიწადში ახლა მოგებიდან ჩვეულებრივად ისევ როგორც ზურა ჯაფარიძე ხო და ანუ შენ ხო პერმანენტულად თავისთავად სადღაც მახსენებენ. ეგ რა მაგალითია იცი? ყველა არის ბიზნესთან გარიგე. ანუ ეს არის რეაქცია, რომ მათ აკრიტიკებს ხალხი მათ შორის. ხალხი ვინც პროტესტის გამო განწყობილი და წლების განმავლობაში და ამაზე პასუხად აქვს თავის ჭუით ეს და ზოგადად მიდგომა აქვს ესეთი რომ უნდა ეს ტალახი ეს ის რომ ძალიან მაგარი მიდგომა აქვს რომ ეს არის casual-ი რომ იტყვიან რაღაცა ანალიზის საფუძველზე ყველა პოლიტიკურ ფიგურას თუ ძალას ვინც მისთვის მიუღებელია ესე ტალახს აწევს ანუ мотиваციას რომ ეს შეთანხმებული მოქმედებს და ერთ შემთხვევაში სააკაშვილის და მისი გარემოცვის ჭყალებში ლოგიკას. თან ეხლა რაღაც სააკაშვილის დამცველად გამოვიდა, იმიტომ გამახსენდა ხა რა ქვიაშვილის პოსტის ერთი პასაჟი, რასაც ავითარებს, რომ თურმე გვარამიამ დაშალა მიშა სააკაშვილის პარტია და იქამდე შენ დაშალე, მაგრამ ის რომ მიშა სააკაშვილმა მელია უდიდესი ინფრასტრუქტური თვითონ გააგდო პარტიიდან ფაქტობრივად ხაბეიშვილით რო ჩაანაცვლა, იმას საერთოდ არ ახსენებს. არა, ეგ აღწდება, რომ ყველა კრიზისი რაც სააკაშვილის ნაცნობაზრობის გარშემო შეიქმნა ბოლო პერიოდში იყო სააკაშვილის და მისი გარემოცვის ინიცირებული. იქამდე ევროპული საქართველოს შედეგად შეიქმნა ანუ მოღალატედ გამოცხადება ყველასი ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა თქმა რომ მე ვარ იდეა და უპირობო ლიდერი და ამ შემდეგ მელიას წინამდე ანუ ეს გამორჩა და თავისი შეთქმულების თეორია ააგო ესე რომ ივანიშვილი სარგებლობდა ამითი ანუ ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო ამ ძალებთან და უბრალოდ ტალახი უნდა ესროლოს ოღონდ მან ყველაზე ისეთი რა არის რომ ანუ ეს ხო ერთი ამბავია რომ ესე ხელაღებით ადამიანებზე ხა გვარამი აქვს ამოღებული მე ორი ფაქტორი სანამ თავარ საკითხამდე მივალ. ანუ დაშვებას აკეთებს რომ ვინმე თუ შეძლო რაღაცა ფორმით რესურსების მობილიზება. ყველა ვარიანტში ის არის გარიგებული. ანუ ის რომ ავტორიტარიზმის პირობებშიც ყველა უნდა ეცადოს რომ სადაც შანსი არის იქ დაარწმუნოს ვინმე რომ იქნება ეს ბიზნესმენი სხვა რო კვერცხინა დადოს სხვა მხარეს. ამას საერთოდ ნიველირებას უკეთებს. ეგ და ის რომ ამ რეჟიმს კი არა ამაზე უფრო კაცრ რეჟიმებსაც კი უჭირთ მთლიანად კონტროლი ფინანსური სისტემის და ეხა ჯაფარიძე და ის ახსენე ხაზარაძე ეხლა მაგხალხს ავიწრობენ პოლიტიკური დევნილები არიან დღეს მაგრამ ესე კი ვერ წაართვევენ ხო რა უნდა წაართვან ლონდონში დალისტული საქართველოს უდიდესი ბანკია და ნებისმიერი პრობლემა რომელიც TBC შეემთხვევა თავისი ევროპელი ინსტიტუციონალური აქციონერებით იწვევს საქართველოს ეკონომიკის კოლაფს. ანუ სულელი კი არ არის ბიძინა ივანიშვილი. ანუ იცი სად უნდა აპატუროს ხელები, ეგ ერთი. და მეორე ხა როგორ რაღაცა იცი რომ ის დაშვებაც რომ ანუ ეხა შენ რაზეც ილაპარაკე რომ ფულის მოძიების საშუალებას თუ გაძლევს კაცო ეგ კეთილი კაცი ყოფილა მაშინ რა ის ავტორიტარია და რატო იმაში ძალიან მაგარი ლოგიკა ანუ დღეს თუ რადგანაც კედელთან ვერ გვაყენებს და დახვრეტის ბრძანებას ვერ აძლევს იმიტომ რომ შეიძლება ამის სურვილი კონდეს კიდევაც მაგრამ ამის საშუალება არ უბრალოდ არ შეუძლია იმდენად სუსტი და კარიკატურული რეჟიმი ამ ფასს ვერ გადაიხდის რა ხო ნუ შეიძლება მივიდეთ უფრო დრამატულად და მივიდივარ დღის მდგომარეობიდან უნდა გააკეთო ანალიზი აი ამ ხალხის ამ ფსევდო ლიბერტარიელი ანარქისტების რომლებიც დიდად რეჟიმის ნორმალიზების გზავნილით იყვნენ გაყობილი რა მოტივით მნიშვნელობა არ აქვს მე მათგან განსხვავებით შეთქმულების თეორიას არ ვაგებ სუკონად ანუ გაკეჟუალება რომ ეს არ არის ახლა არაფერი რა ახლა კეთილი დიქტატორი წოდეს თავის დროზე იძახდა რომ რა ახლა რა სუვერენიტეტის საფრთხე და რა ყველა რეჟიმი ესეთი იყო ანუ არსებითად სხვაობას ვერ ხელებდნენ რამხელა საფრთხე არის ახლა შეიძლება ცოტა შეცვალოს ამბავ და ესე ჯდება ამაში, მაგრამ რაც თავარია, ხელისუფლების ოპონენტებს სააკაშვილის და მისი გარემოცვის გავსად, ესე უბრალოდ იარლებს აწებებენ. და ყველაზე მთავარ ამბავამდე მივიდნენ. შესანიშნავ კოალიციას ხედავს ამ მომენტს რა. ანუ და ამავე ბრალდებას ესწრებიან საკუთარი პარტიის ყოფილ ლიდერს, მათივე ყოფილ ლიდერს. რომ თურმე გირჩი შეიქმნა და სხვაშორის განსხვავებით თქვა ამ ბოლო კრიზისისგან აცნობიერობაში ან ევროპული საქართველოს ამბისგან, თუ კი სადმე არ არსებობდა პირდაპირი როლი, ირიბი როლი იყო სააკაშვილის ფაქტორის. იქაც მაგრამ თუ სადმე არ იყო ეს ხო გირჩის რომ პირველი გამოყოფა იყო დიდი ნაცნობ მოძრაობის და ხო მისი მაშინდელი ლიდერი ზურა ჯაფარიძემ ჩათვალა ეს ნაბიჯი გადაგა რაც თან ჩემი აზრით მაშინაც იცის და ეხლაც რომ ძალიან ცდარი ნაბიჯი იყო ჩემი აზრით ხო მინიმუმ შენ პოლიტიკურ ძალაში უნდა ეცადო რომ რაც სწორი გონია ის გააკეთო ხო მაგრამ ეს ხალხი დღეს იხსენებს ჭყალებში დღეს რა უკვე რაღაც პერიოდია მაგრამ აქ ამ გზავნილში რომ აი ეს ყველაფერი იყო ივანიშვილის მიერ შეკვეთილი და შეთანხმებულიო პრაქტიკულად პირდაპირ ბრალდებაა ოღონდ ჩვენო ეს გვაწყობდაო თვლიდით რომ ეს სწორი იყო ლიბერტარიანული პარტიის აშენების საშუალებას რაც თავარია ოღონდ ამ სიმართლეს მწარე თუ რა ვიცი როგორ სიმართლეს საკუთარ მომხრეებს თუ საზოგადოებას ფართო მომხრეებს არ ეუბნებოდნენ სანამ ზურა ჯაფარიძესთან კონფლიქტი არ მოუვიდათ ანუ იქამდე ატყუებდნენ მათ მათივე აღიარებით
და ეს ხალხი იმისთვის რომ ეს თავისი ეს მანკიერება რაღაცაში გადღაბრონ უბრალოდ ტალახსისრიან აკეთებთ რომ ყველა სადაც მათი ინტერპრეტაციით ივანიშვილმა იხეირა რამე მე მაგაზით დიდი ეჭვი შემაგჭამ ეს ილუზია რომ აი სააკაშვილის პარტია ნაციონალ-მოძრაობა ჩემი ყოფილი პარტია მონოლითური სადაც იყო იქ მოიგებდა ავტომატურად ტრანსფორმაციის გარეშე თან ამ პარტიის რავი გამოიცადა 2018 წელს მეორე ტურში 2021 წელს როცა აშკარად ანუ სხვადასხვა ფაქტორების შედეგად ეგრე იყო ანუ ისინი იყვნენ ერთადერთი ქმედითი ალტერნატივა და არ აღმოჩნდა საკმარისი ამიტომ ეგეც მგონია რომ არასწორი ანალიზია ძალიან ფუნდამენტურად მაგრამ რომც სწორი იყოს ეს ანალიზი ამის საფუძველზე რომ რით ისარგებლა ივანიშვილის რეჟიმმა ამის საფუძველზე ყველა ადამიანს ვინც შენ კონკურენტად მიგაჩნია ან ოპონენტად ოპოზიციაში უბრალოდ კი არ გააკრიტიკო მათი ნაბიჯები იარაღი მეწურო შეკრულები არიან და მე გაიხსენო საკუთარ პარტიაზე რომ ჩვენც ესე შევიქმნით შეკრულები და დაალაგებითო ოღონდ ამასო თვლიდი რომ სწორი იყო ოღონდ ამ სიმართლეს არ ეუბნებოდა ხალხს კარგა ხან ანუ საოცრებაა თუმცა არ უნდა გვიკვირდეს რომ ეს ახლა ის ხო თან რაღაც კიდე ერთი ბოლო და დავამთავროთ ანუ თანმიმდევრობის ხარისხი მინდა ანუ საქართველოს დაბადება როა გადაცემა რა იქ 90-იანები რაც გაიარა იაგომ იქ თვითონ თავის დასკვნას აკეთებს იმას რომ ანუ ბიჭო ისეთი პოლიტიკური გარემო იყო და თვითონ ეს პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთთან ისეთ დამოკიდებულება ქონდაო რომ შეუძლებელი იყო იქ რაღაც ნორმალური საღი აზრი ჩამოყალიბებული იყო ყველა ერთმანეთს მოღალატეს და გარიგებულს ეძახდა და რაღაცაო და რავი ეგ დასკვნა თუ გამოიტანეს შეგაი ადამიანო ის გარიგებული ეს გარიგებული ეს გარიგებული ჩვენ თავს გვესმენ ამ თქვენ ყველანი ჩვენს კაკები ვართ თქვენ ყველანი ჩვენზე უარეს კაკები ხართო ეს გულწრფელია ნუ ახლა ეგეთი ჯგუფი არიან ესენი ხო ღია დაცხადებდნენ რომ კომისიის აი ისე ყოველგვარი ბრალდების garaშე თვითონაც ეძახდნენ რომ კომისიის წევრების ადგილები გავხიდეთო და ეს ნორმალური არის ჩვენ ვინმეს კი ახლა გასაგებია ვინც ისარგებლა 99% ეგ არის ხო ივანიშვილის რეჟიმი და ჩვენ ხო აი ეხა გვარამი აყავთ თავალ სამიზნეთ რომ შეთანხმებით ზის ციხეში ვართ რა ვარი ბრალდება ხო მაგრამ მე მაინც არ მივიწყებს და მაგარი რამ დავამბრავო თავის დროზე უზარმაზარი რესურსები ქონდათო და ტელევიზიის უზარმაზარი მხარდაჭერა ხო ძალიან მაგარი 0.5%-იან ფორმულაზე ლაპარაკობდა რომელიც არ ვერჩი ამ შემთხვევაში მაგრამ მაშინ ახალი დაწყებული ქონდა და არც იყვნენ ისევ ეგეთ სიცრუეა სწორედაც რომ არ იყვნენ მაქს რედაქციო პოზიციის დაბლოკილები არ ვიყავით როგორც შემდგომ პერიოდში ხდებოდა ხოლმე ზოგიერთ ოპოზიციურ ტელევიზიის ეთერებში მაგრამ არანაირი ჩვენი ტელევიზია არ ყოფილა არც ერთ ეტაპზე და თუ ტელევიზიის როლზე ალაპარაკეთ ჩვენ უახლეს ისტორიაში ხო კი რუსთავი ორმა სანამ ივანიშვილის რეჟიმი იქ რეპრესიულად წაართმევდა ამ არხს წინამე პატრონეებს და შემდეგ თავარბანს კი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ოღონდ არასოდეს იმ პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ არა რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ ეგეც ტყუილია მაგრამ ეგ ყველაზე უმნიშვნელოა თავარ მნიშვნელოვანი ამბავი რაც შენ გაიხსენე ხო რომ უბრალოდ ესე რომ ეს ვთქვათ ანალიზი გააკეთო ეს შეკრულია ესე შეკრულია მე შეკრული ვიყავი ჩემი პარტიაც ესე შეიქმნა და ეხლა გეუბნებით ამას ეს არის ეგეც საბოლოოში ყველაზე დიდი ზიანი ამისი არ მინდა გადავაჭარბო არის რაც ამ რეჟიმებს აწყობთ რომ აი ყველაფერი იყოს აი ეს ნაგავი უნდა იყოს ყველაფერი გასრული არის ამ ვითარებაში და მე რომ გამოცხადო რომ ორი პარტია დარჩა ქვეყანაში ოცნება და ჩვენ უხოთ ახლა ამას როცა რაღაც შედეგი უნდა გქონდეს რაღაცა როგორ შეიძლება ახლა როცა გაქვს მხარდაჭერა თავი რომ დავანებოთ манипуляციასაც ერთნიშნად რიცხვებში ხო იძახτε რომ მე ვარ ერთადერთი ალტერნატივა და სხვა ალტერნატივა არ არსებობს მაგის თქმა არასწორი არის მსხვილი პარტიისგან ხე სააკაშვილს ახასიათებდა ესეც სხვა შორის რომ მარტო ორი ძალა არსებობს საქართველოში ოღონდ იმას რაღაც საფუძველი ცოტა მეტი ქონდა ცოტა მეტი ანუ მეტი მხარდაჭერა ქონდა ოღონდ ისიც ფუნდამენტურად არასწორი იყო მოკლედ სიცხვილი იაგოს გირჩი და მის მებაირახტრებს ამით მოურჩით გირჩის თემა და ნუ ბოლო ხო იმიტომ ეხლა ამას სავარაუდოდ არასდროს არ ვილაპარაკებთ ეპშტეინის ფაილებზე მაგრამ რაღაც კოცების პროპაგანდამ კლასიკა ამ ტიპის რეჟიმების პროპაგანდის რომ იქ ნახსენებია სააკაშვილი ნახსენებია ბენდუქიძე და ამაზე მოაწყეს ამბობენ რომ ხალხს გააგონო ეპშტეინის ფაილი რომელიც დაკავშირებულია ეს კაცის ამაზრზე და სამარცხვინო დანაშაულთან სექს ტრაფიკინგის და არასრულწლოვანების რაღაც ჯოჯოხეთური მორალური თვალსაზრისით და კრიმინალური ამბავია მთელი მის ამბავი და იქ ნახსენები არიან და შეიძლება ვიღაცამ ესე რომ უყურებს არც მიაქციოს ყურადღება და ავტომატურად კომპრომიტად ჩათვალოს ამ ნიაღვარში პროპაგანდის და ხო კიდე ერთი მაგალითია როგორც სამარცხვინო და ამაზრზენი რეჟიმთან გვაქვს საქმე ხო ყველა რო იცოდეს სააკაშვილთან დაკავშირებითაც ახაბენგვიძესთან ბევრ სხვა ადამიანთან დაკავშირებულად ამას ვამახვილებ ყურადღებას იქ ლაპარაკია რაღაცა ნეტვორკინგს აკეთებს ეს კაცი და ვიღაცა თავაზობს რომ ხوار შეხვდებოდი ამ ადამ ფიგურას და სააკაშვილს საერთოდ ვიღაცა ახსენებს უბრალოდ ერთხელ შეხვედრი ვარ
ხო, შეხვედრი ვარ და რაღაცა და ბენუკიდაზე იძახს თუ სადაც შეხვედრა არის და ესეთი კაცია და ბენუკიდო საინტერესო ფიგურა იყო. ამას მისი ოპონენტებიც ვერ უარყოფენ ვერც ერთ ფიგურაში, მის გამოსვლა იქ კეითო ინსტიტუტში ნახსენები და ვისპიკერია და შენ სხვა იქნები ამ შეხვედრაზე და ეს ადამიანი ეპშტეინი ეს გახსნილი ადამიანი ყველა თვალსაზრისით ხო ნეტვორკინგი იყო მისი ამბავი რომ ბევრ ადამიანსთან ამ ტალახის სროლა რომ ვისთანაც ამას შეხვედრა განუხილია შეხვედრა კი არა განუხილია ის ეპშტეინის ფაილებშია ეგ არის სახე მე ვიცი ვინ იყო იმედიც იყო მე მგონი ხო ერთ-ერთი თავარი ყველა თელი ეს სახელი მათი ლეგიონერი აი ამ ამაზრენი ხალხის რომელიც აი ამ სიბინძურეს ამ ფორმით ავრცელებენ ხო ანუ ძალიან ნამუსი ხო განთან ისე ზოგჯერ უთხრა სხვა ხალხსაც ვინც არ ადევს თვალყურს რომ ამას როცა ვიღაც გეტყვის უბრალოდ ჩაიხედო რაზეა ლაპარაკი რა ხსენებაზეა ლაპარაკი ამ შემთხვევაში სააკაშვილის და ამათან კონტექსტში უნამუსას რო ამბობ ხოლმე ზოგჯერ რა ხო იცი სამოწდება მე მეცინება საკუთარ თავზე რა უნამუსო იმდენად არაადეკვატური ეპითეტი ხა ამათან მიმართებით რა ხო რეკორდსმენი ის იყო მაინც ვინ იყო ეს რუსთაველი ჟურნალისტი იყო ხო სახელიცო BBC-ს რო დაესხა თავს სახელში იკითხება ხო რა გვარია დამავიწყდეს არ ვიცი ეგეც ანუ სახეზე მეცნობა მარტო ძალიან მადლობა რეჟიმის მსახური დაუძახოთ ეს მადლობა მეგობრებო დღეისათვის სულ ეს იყო იმედია საინტერესო იყო თქვენ კომენტარებს მივიღებთ დიდი სიამოვნებით შევეცდებით კომენტარებში უპასუხოთ ან რაღაც ნაწილი თუ იქნება გასარჩევად საინტერესო ის შემდეგი პოდკასტების თემაც გავხადოთ მადლობა მადლობა ყველას მადლობა გიგა